ჩვენს ფიქრებს იგევარ მას და მისი კოპირო ვკავარ. ჩვეულებრივად არ ვაჭარებენ. მისი ჩვეულებრივი კოპირო ვარ. და ამ დროს მგონია რომ ფაქტიურად სხვა ტიპი ვარ. ვერ იქნები, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება სივრცე, დრო და პრაქტიკა იმისთვის, რომ შენს თავში ახლიდან არის საჭირო გამიჯვრა, იმიტომ რომ ისინი მაინც შეეცდებიან, რომ შენ დაცული დაკტაონ და დაცულ მდგომარეობაში დედამიწა აღარ, ისა რა ქვია, დიდი ნაცვალი თავის საქმეს ვეღარ აკეთებს. გესმის? არ უთმობენ დედინაცვას, ამ დროს საჭიროა, უნდა გეტკინოს. უნდა. როცა პირველად ვიღაცა შეგიყვარდება. და არც ახალი გამოცდილება, კაცო, მაგას ხო არავისთან არ გაგივლია, მამასთან, ძმასთან, მეგობართან, ბიძაშვილ არავისთან. ახალი გამოცდილება და ყოველთვის და იგივე ისტორიას ყვებით, რომ დავინახავ და რომ მიჩნდები და რომ ხავდები და რომ ენერგი იბარდება და რაც გინდა გითხრას, რომ ყველაფერს ესეთ ხარ. და ამ დროს არას თქმაც რო გინდა, იცი? და რომ გონია რომ იქ შეცდომები დაუშვი და იქ იცი გვატკენენ, იმიტომ რომ დედამიწა ესეთი, იმიტომ რომ მამაკაც თავისი ბუნება აქვს, გოგოს თავისი ბუნება აქვს. იმასაც სჭირდება ეგ გამოცდილება, შენც გჭირდება ეგ გამოცდილება, ეგ არ არის ქვეყნის დასასრული, მაგითი იწყება მარტო. არა უშავს. მაგაში არ უნდა ჩავიკეტოთ, უნდა ვილაპარაკოთ მაგაზე და უნდა ვნახოთ. ნორმაში განვითარება როგორ ხდება, იმიტომ რომ როგორი ისტორიასაც გიყვება გარე სამყარო, ის ნორმიდან ძალიან შორს არის გადაცვლილი და ბავშვი რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, სწორი სცენარებით როგორ ხდება ჭეშმარიტებაში გამოგვიძება, იქ სასირცხვილო არაფერი არ აქვს პირიქით. ეგ რომ მოხდება ეხლა აქედან რასაც სწავლობ და როგორ იბადები, როგორც ქალი ბავშვობიდან, როგორ გადადიხარ ბავშვობიდან დადასრულებულ ასაკში, არ მაგას ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს, მაგრამ სწორი მასწავლებელი უნდა ყავდეს, იმიტომ რომ გასწავლოს გესმის, ახალ ურთიერთობაში, ახალ ხედვაში როგორ გადახვედე და როგორ დაიბადო. თავიდან არ ვიცით, რომ სწრაფი ფიქრის დროს, სადაც სამყარო უსამართლოა, სადაც გატკენენ და სადაც დაქცინებენ. შენ ვერ იპოვი გამოსავალს, რამდენიც გინდა ისი ატრიალო, უფრო მეტს ატრიალებ ფიქრს, მით უფრო მეტად დაიბინებ. შეუძლებელია გამოსავალის პოვნა, უნდა გაჩერდე. და როცა სალესავს გადააგდებს ბიჭი, ნახე, სალი კლდი არ იმართება. კლდი სიმაღლესთან არის, იცი, დაკავშირებული, თუმცა მისი ნეგატიური მხარე ჯიბრი შეიძლება რომ იყოს. წინააღმდეგობა, მოდი ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ჯიბრი წინააღმდეგობის გამოხატულება ემოცია. მამა სად ტოვებს ბიჭს? იქ სადაც სიმაღლე შემოვიდა. სიმაღლე როდის ხდება? ნამდვილი სიმაღლე არ არის გარეთ წინააღმდეგობიდან შენ რამდენიც გინდა მოუგო ვიღაცას, ეგ არასოდეს არ იქნება ჭეშმარიტი გამარჯვება. წარმოდგენა არ აქვს შენ რა არის გამარჯვება. მაგრამ ნამდვილი სიმაღლე ჩნდება ადამიანში, როგორც კი წინააღმდეგობას მიმრებლობით შეცვლა. იმიტომ რომ ემოციით და შენი ისტორიებით როგორც გინდა ებრძოდე მამას და როგორც გინდა რაღაცა პატარა გამონათებები გქონდეს, რომ ძიებაში იყო, აბა ჩემი სიმართლე რა არის, აბა მე რომელი ემოციებიდან შემიძლია სხვასთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ის თუ აგრესიულია და შენც აგრესიული ხდები, ვერ გავიგე შენ რატო ხარ იმაზე უკეთესი, ხო? ის თუ გამსჯის და შენც მარტო აკრიტიკებს, შენს გონებაში რითი ხარ იმაზე უკეთესი. მაგრამ საკმარისია, რომ ბიჭი მიხვდა, რომ ცი რა არის რეალობას იღებს რეალობად. და იქ წყვეტს გესმის, განსჯას, ბევრ ფიქრებს, გარეთ რაღაცა მოგებას, ძალით შეჩერებას, სხვასთან დაპირისპირებას და სიმაღლე გაჩნდება. ნამდვილი სიმაღლე და იქ მეზღაპრე როგორც ამბობს, დიდი ნაწილი, როგორც გინდა კიბეებს აკეთებდეს მამა, იცი, ნენელა მოდიოდეს. იქ ძალიან დიდი ლოდი ჩამოირღვევა და იმას შთანთქავს გესმის.
ეს არ ნიშნავს, რომ გარეთ მამა მოკვდება, ღმერთმა დაიფაროს. ეს იმას ნიშნავს, რომ შენში მოკვდება ეგ. რატო იცი? ყოველთვის ძალიან დიდი ლოდის ჩამორღვევასთან არის დაკავშირებული შენს ეგოში. ეგოთი შენ ყოველთვის ხარ გამოყოფილი, გამოცალკევებული და შეშინებული. როგორც კი მანდ პირველი მიმღებლობა და დარბილება ხდება და ნამდვილი სიმაღლიდან ვერტიკალი შემოდის. ვერტიკალი იმას ნიშნავს, რომ შენი გვირაბი ვეღარ მოგწდება. ეს ის განზოგელება, სადაც მამას ძალაუფლება არ აქვს, იურისდიქციას კარგავს. და მაშინ ხვდები, რომ იმის მაგია, რომ გარეთ სიტყვებით იბრძოლო, იმის გარეშე რომ ყველას მოყვი, იმის გარდა რომ აი ემოციებით შენს აფეთქებული დაიარებოდე, შენში უნდა მოძებნო ის ადგილი, სადაც არავის არ აქვს ძალაუფლება რომ შეეხოს და შეცვალოს. და პაულოს გესმის? ციხა რა ასწავლის ამას და ნელ-ნელა გამოდის წარსულიდან. მაგრამ წარსულის გამოსვლის სცენაში ადამიანი უკვე გარკვეულ სიმართლეში და ჭეშმარიტებაში ემოციურადაც და იდეურადაც ფაქტიურად პირველი დაბადების მცდელობაა, გესმის? და გახავს ტრიალ მინდორზე, სადაც მაღალარვის ხეზე დასვავს. იმას რაღაცა გარკვეული სიმაღლე აქვს, სადაც მისცემს ორ სალამოს. და როგორი ლამაზად ალაგებს ხოლმე ბევრ ზღაპრებშია რაღაცა ესე სიტყვების თამაში, როცა ერთი სალამური ხო სალხინოა და მეორე სალამური არის საჭირო. ანუ ჭირისა, ხო? მაგრამ ასე როგორ მიანიშნებს ქართული სიტყვა, რომ ეს ჭირის სალამური საჭიროა. და როცა დაგჭირდება, უნდა დაუკრა, რომ მოусმინო მაგის მელოდიას, იცი? ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. დიდხანს უკრავდა იქ სალამურა თავის სალხინო სალამურს, სადაც პეპლები დაფრინავდნენ მის გარშემო. პეპლების ფრენა უკვე იცი რაზე მიანიშნებს, რომ დედამიწის სკოლის სწორად გავლა სწორ მოსწავლები აქვს. და პირველი საფეხური რაც არის ბავშვები, რაც უკვე ვთქვით, რევოლუციონერის საფეხური არის გარკვეულ დინამიზმია ჩათვალ ქმედებასთან არის დაკავშირებული. მაგრამ როცა უკვე სიმაღლეზე ადიხარ და იქ რაღაცა კლდე, ალვის ხე გაჩნდება და თანაც იმ ალვის ხეზე კარგად მშვენივრად დაცხოვრდები, ეგ იმას ნიშნავს, რომ შენში დინამიკა უკვე ძალიან გაძლიერებულია. ანუ იცი, რომ ერთ ადგილას კი არ უნდა იდგე, შენ შეგიძლია გადაადგილება. მაგრამ ეგ გადაადგილება საკმარისი არ არის. მე აუცილებელია რაღაცა გარკვეული სიმაღლე, რატო სიმაღლე რასთან არის დაკავშირებული? ადამიანს ფრენა შეუძლია. ადამიანს ფრენა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ როცა შენში მაღალი ემოციებია, მაგალითად ინსპირაცია, აღმაფრენა. და სიტყვა მაგაზე მიანიშნებს, რომ შენი სულის ემოციებში, ბუნებაში ხარ გაღვიძებული, აღმაფრენაში მაშინ ხარ, როცა შენში ემოციები მაღალია. როცა ადამიანი განსჯას ამთავრებს, მამის სიტყვებს აღარ იმეორს, მამა ბჭყალებში, მაგრამ ზოგადად მამაში მოისაძრება მატერია და გარემო პირობები. გარე სამყაროს ხმა არის მამის ხმა, გესმის? ბიოლოგიური, ფიზიკური მამის ხმა, რომელიც ყოველთვის გაშინებს, რომელიც ყოველთვის გებრძვის, რომელიც ყოველთვის ცდილობს, რომ ჩარჩოში მოგაქციოს, ყოველთვის დაცული უნდა იყოს, ყოველთვის იმას უნდა უჯერებდე, შენ იმაზე ჭკვიანი არ უნდა იყო. და ეგ რა გამოდის, მაშინ მამულს უნდა რომ აგერ შვილი ჯობდეს მამას და მამას არა. მამას უნდა რომ თვითონ იყოს ჭკვიანი და შენ ყოველთვის იმას უჯერებდე და რასაც გეტყვიან ის უნდა გააკეთო. და თანაც გაშინებს, თანაც დაქცინის, თანაც გაპატარავებს, თანაც ისეთ სისტემას ქმნის თავისივე სიბრმავიდან, სადაც შენ ვერასოდეს ვერ გექნება თვითრეალიზაციის და აღმაფრენის საშუალება.
ფრენას ვერ ისწავლე. ფრენა ჯერ საკუთარ თავში უნდა ისწავლო. ეს ეტაპები ბიჭმა რაღაცნაირად გაიარა. ეგ რაღაცა თავისუფლების გარკვეული საფეხურია. იცი რა მაგარი საფეხურია ეგა? ეგ ის პირველად როცა ჩვენი დაბნეული მდგომარეობიდან ეგ არის დაახლოებით 33 წლის ასაკამის უნდა მოახერხო ეგ ყველაფერი, რაზეც მე ვლაპარაკო. იმიტომ რომ ისევე როგორც პატარათი უცებ მოგაწოდეთ ამ ინფორმაციაში ჩავთავ, საჭიროა. ძალიან მიყვარს 7-ის კანონი. 7-ის კანონში 2 წვეტა, ბუნებას წვეტა რო არ ქონდეს. ვერც ერთმანეთს დავინახავდით, ვერც ვიმეტყველებდით. ფიზიკური სამყარო არ იქნებოდა, მუსიკა არ იქნებოდა, ყვავილი, არაფერი არ იქნებოდა, გესმის? წვეტა უნდა ხდებოდეს. წვეტა რო არ იყოს, მიწის რო დაიწყებოდა და არასოდეს არ გაჩერდებოდა. ანუ რაღაცა გარკვეული, ნახე, ოქტავაშიც ხო, მიდან ფაზე რო გადახვიდე, იქ წვეტაა, იქ ნახევარნოტა არ არის. ამიტომ ეს ის მომენტია, როცა ადამიანი 25-დან 24-დან 33 წლის ასაკამდის, აი აქ უნდა მოახერხოს ამ წვეტაზე გაჩერდეს და შენ აუცილებლად ნახტომი უნდა გააკეთო მიდან ფაზე, რატო? იმისთვის რომ ისევ გააგრძელო განვითარება. ეგ საბოლოო საფეხური არ არის. მაგრამ რამხელა ნახტომია იცი, როცა აი თქვენ რა ვისაც ნამუშევარი გაქვთ საკუთარ თავზე, აი წირო მიზის ხოლმე ადამიანი და უცებ რომ გააცნობიერებს რამოდენიმე წლის განმავლობაში 10-15 წელი რომ ერთი და იგივე რაღაცას ატრიალებს ემოციურად და აზრობრივად, მენტალური თავისი ისტორიით წარმოსავლით. რაღაცას ერთი და იგივე და უკვე ისტერიკა რო აქვს სხვაზე და უცებ რომ იქიდან ისა რა ქვია ასწავლი ეგზიტი როგორ გააკეთოს, გარეთ როგორ გამოვიდეს, იმიტომ რომ ეს მისი არც კია, რომ თავისი საკუთარი არის განუზომელი და მე ხდება ამას როგორ აკეთებინებ? პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე თვითონ რა ეშლება და რაც გარეთ არ მოსწონს თვითონ როგორ გააკეთოს ის საკუთარ თავში. აი გემოც კი აქვს, მაგრამ თვალები რაღაცა გამოიფხიზა, ვაი მე აქამდე რატო ვერ ხედავ? მე რაღაცა მეორე დღეს გამოდიხარ, რა გარდი, რა რაღაცა დეპრესია, რაღაც უცებ შეამჩნია. მე ეს ხიაკ იყო, ესეთი რო ხარ, ხო იცი და იყო რომელი აქ გაიზარდა ჩვენს თვალწინ. უბრალოდ შენ არ შეგიმჩნევი, თვალები არ აქონდა მაგისტრის რა. თავისუფალი არ იყავი. ეგ არის რაღაცა არაჩვეულებრივი მომენტი, რომ მაგაზე უნდა გადახვიდე. და პირველი მომენტი ეგ წვეტისა, როცა ჰქონდა სალამურას, შესანიშნავად გააკეთა. და 33 წლის ასაკი, იმიტომ არის ქრისტეს ასაკთან გაიგიავებული, რომ გარკვეული სურნელი აღმაფრენა ინსპირაცია სიმართლის და ჭეშმარიტებას შენში შიგნით, იმიტომ რომ ხედვას ინაჩუნებდა სულ აი სწორ დამოკიდებულებას ეძებ ყველა იმ სცენართან, ისტორიასთან, მოვლენასთან და ურთიერთობასთან, რაშიც ადრე ძალიან დაზარალებული იყავი და გეგონა რომ ყელს გიჭრიდნენ და გკლავდნენ. პირველი გააკეთა არაჩვეულებრივად. და მაგას რომ გააკეთებ, იცი, ეგ ხო არ არის ერთი დღის ამბავი. ეგ შენი შინაგანი მდგომარეობა ხდება, შენი რეალობა ხდება. ესეთი ხედვის და ხარისხის ადამიანი ხდები. ეპლების ფრენა რას ნიშნავს? იქ გარკვეულწილად რაღაცით დაბადებული ხარ, გესმის სულიად. ჭეშმარიტება შენში არის უკვე გემოიცილი, ამიტომ შეგიძლია სალხინო სალამური უკრა და იყო მასწავლებელი. ასწავლის ბიჭი. ალვის ხეზე ჯდომა ნიშნავს, ალვის ხის სიმბოლიზმი არის გარკვეულ სულიერებასთან დაკავშირებული და როცა სალხინო სალამურს ხმარობს ის დღე და ღამე და გარშემო სულ პეპლები ყავს, ეგ იმას ნიშნავს, რომ ის არის მასწავლებელი, იმიტომ რომ ამ ეტაპზე მას აქვს შესაბამისი შესაძლებლობა თავისით გამოიღვიძა, გესმის? ტყუილებზე არ ლაპარაკობს, თავისი გამოცდილებიდან, თავისი ტრანსფორმაციის გაზიარებას ცდილობს. და უსმენენ. და განა მარტო ისინი უსმენენ, რომლებიც ამას იღებენ. უცებ ისეთმა მეცხვარემ ჩამოიარა მისი სალამურის ხმა რო გაიგო. ხო, მეცხვარე რას ნიშნავს? ისიც მასწავლებლობს.
ძიცხარე ყოველთვის მაგასთან არის. მეცხვარე ხო, ნუ ბუდა რაღაცა წელსი ყოველთვის არის იმისი მანიშნებელი, რომ ის სულიერად დაბადებულია, მაგრამ ზოგს ქვია მეცხვარე, კი არ არის წელსი ჯერ. და რომ ქვია მეცხვარე, ნახე, ამისი სალამურის ხმა მოეწონა და უთხრა მაჩვენე ერთი რას უკრავო, დაბლა ჩამოდეო. და არ ჩამოდეს სალამურა. ეგ რას ნიშნავს? ვიღაცები კითხავენ, რა მეთოდით აკეთე? მე რა ვიცი, ჩვენს რა ვიცი, ჩვენთვის მიუღებელია და საერთოდ ეს რას ნიშნავს და რაღაც არგუმენტები. იცი, ამ ეტაპზე დაბლა არ ჩამოდის, არ ჩამოსვლა, იმისი მანიშნებელია, რომ არაფრის დამტკიცებას არ ცდილობს. ის არ ცდილობს, რომ შენ გასწავლოს, რომ ჩემი სწავლება უფრო ჭეშმარიტია, ვიდრე შენი სწავლება. თავისი ადგილი იცის და აგრძელებს თავის საქმეს. მაგრამ მეცხვარე არის სვენებს, მეფესთან მიდის და ეუბნება, რომ ისეთი სალამური აქვს, ჯობია რომ შენ მქონდესო. და მეფეც მაშინვე არ აყოვნებს, უნდა ეს სალამური ხელში ჩაიგდოს და ვისაგზავნიან ყოველთვის ბებერს გესმის, ეგოში ყველაზე მაგრად რაც მუშაობს. ბებერი რა არის ადამიანში? რა არის ის რითიც ყოველთვის ვიბადები? ინსტინქტი, რომელიც ადადან და ბაბადან ესე იყო და ესე იქნება, ეგ არასოდეს არ შეიცვლება. ინსტინქტი აუცილებელია იმისთვის, რომ სიცოცხლე დაიცვას. ამიტომ ჩვენში უნდა იყოს ჩამონტაჟებული არჩევნის იმაზე ვერ იქნება დამოკიდებული, რომ აი ეს შენ გადაწყვეტა, რომ დავიცვა ხოლმე ეს სიცოცხლე, მაგას ვერ დაელოდებ. უნდა იცავდეს, გადარჩენის ინსტინქტი უნდა იყოს და სისხლი უნდა მოძრაობდეს და შენს არჩევანზე არ უნდა იყოს მეზარება, რომ სისხლი ვამოძრაო. იმას თავისი გონება აქვს, იმანიცის როგორ გააკეთოს. სამაგიეროდ არის რაღაცები, რომელიც შესანიშნავია კიდევ იმ ინსტინქტს თავისი ემოციური ნაწილი იცავს, შემოკარგება, რომელიც არის ძალიან ყალბი და ნეგატიური. და იმასთან არის დაკავშირებული გულუბრიყვილობა, იმასთან არის დაკავშირებული სიხარბე, თავქარიან, ყველაფერი აბსოლუტურად რაც კი ნეგატიური შეიძლება რომ ადამიანში არსებობდეს. მოკლედ აგზავნიან ამ მოხუცს და ნახე რას მოიფიქრებს. ხას აჩხავლებს, სადგის ურჭავს. და შეეკითხება რომ ნახე ვიღაცა აკადემიურად გამართულ მასწავლებელთან კი არა აქვს საქმე, რომელიც ეუბნება მეს ტრენინგები მაქვს გავლილი და აბა შენ რას აკეთებ, რითი ასწავლი, გვაჩვენე რაღაც და ის რა ვიცი, აი რაც ვიცი იმას უზიარებ, ეუბნება და მურჩა, ხო? მაგრამ აქ ეს ბებერი თხას რო აჩხავს, თხარ არის მე და თანაც ძალიან დესტრუქციული ხმა აქვს, გესმის? აშკარად და თან არც ერიდება. ვითომ არა, იცი რა არის, მე ამისიო დაკლა მინდაო, ვერ კლავ და იქნებო დამეხმარაო, გესმის? ნახე როგორი იმითი მიდის, განა ჩელენჯს რაღაცა გამოწვევას კი არ უგზავნის, რომ ერთი მაჩვენება სალამური გაქვს. შემპარავი, მოდი რა დამეხმარე, მე არ ვიცი ნახე რა უტვინო ვარ. რა ვიცი, მე ეს მეგონა კარგი და რა მანიპულატორი ხო? ხო ესეთი. ხო, ჩვენ თუ ჩვენს ბებერს საკუთარ თავში ბოლომდის არ ვიცნობთ და დამეწმუნეთ ცხოვრების მანძილზე ხშირად მოგიხდებათ თქვენს ბებერში ჩაღრმავება. და იქ ისეთ ტენდენციებს, ისეთ მიდრეკილებებს, ისეთ ჩვევებს აღმოაჩენთ, რომელიც არც კი იცი რომ შენში არსებობს, იცი? თანაც ძალიან ძლიერად და ყველაზე საშიში არის ზუსტად აი ამ ბებერივით, რომელიც დაფარულია. და გამოკვეთილად არ არის. ის თუ შურიანი ვარ, ვიცი. მაგრამ როცა ძალიან გულუბრიყვილო ვარ და არ მიმაჩნია რომ აი აქ უნდა ფხიზლად ვიყო. ხო. როცა გულუბრიყვილო ხარ, ჩამოდიხარ. ვის საქმეში გადადიხარ, ვინ გაკითხებს, ხო? ჩამოდიხარ და როგორც კი ჩამოვა და ბებერი დაათრობს. ჩამოსვლა რას ნიშნავს? ნახე, ადამიანში არის დაბალი ნატურა და ადამიანში არის მაღალი ნატურა. დაბალი ნატურას განსაზღვრის მართავს ინსტინქტები და ის ქმედითი ცენტრი, რომელსაც ვსწავლობთ ბავშვობიდან. სიარულიდან დაწყებული ფიქრით და ფრაზებით დამთავრებული.
ამიტომ მაგას კიდევ ერთხელ კარგად გავიაზროთ, რომ ის ფრაზები, რაც ჩვენში არსებობს, ჩვენი არ არის. რადგანაც დავიმახსოვრეთ, გავაიგიავთ, აი ბავშვი რაღაცას გეუბნება, როგორ ვაიმე როგორ აზროვნებს, ის ხო იმეორებს ყველაფერს. და მას თავიდანვე გონია, რომ როგორ აზროვნებს, იცით, ამისი არც ერთი არ არის. ნახე რა კარგად დაიჭირა, გაიმეორა, ჩასვა, დაახარისხა, ორგანიზება გაუკეთა, ესეთი პრეზენტაცია გაუკეთა და უცებ სულ ყველას გონია, რომ რა მაგრად ვაზროვნებ, იცი? მაგრად მაშინ აზროვნებ მაღალი იდეებიდან მხოლოდ მაშინ აზროვნებ, როცა შენ ენერგეტიკურად ხარ ძალიან მაღლა. თუ ხედვა არ გაგაჩნია, შენ მაგრად ვერ იაზრობ, რომელი წიგნი გინდა წაიკითხო და რა ფილოსოფიას და ლიტერატურასაც გინდა ამ სულიერებაზე ილაპარაკო. ეგ შენი არც ერთი არ იქნება აზრი არა, ჩირის ფასი არ გააჩნია მაგას, თუმცა ეგ არავის საქმე არ არის. ყველამის უნდა აკეთოს, იმის ევოლუციაში თუ ეს არის და ამ სცენარით უნდა წავიდეს და გაიზარდოს, შენ ვინ გაკითხებს მაგას ეგ შეერჩერო, ზუსტად ეგ უნდა აკეთოს. მაგრამ აქ როცა ბიჭმა არ იცის თავში თუ ესეთი გულუბრიყვილო დამოკიდებულება არსებობდა, სადაც შეიძლება ვინმეს შეხედო ისევ სიბრალურიდან. სხვათა შორის სიბრალური არის ზუსტად ის ხაზი, რომელიც ადამიანს ბოლომდის მიყვება სხვადასხვა ნენელა ქრთალდება, რაც უფრო მეტად ჩადის და იზრდება ადამიანი და უღრმავდება თავში არსებულ სიცოცხლის პროცესს, მაგრამ აი სიბრალული არის ის ნეგატიური ინსტინქტური ემოცია, რომლიდანაც გათავისუფლება ფაქტიურად მეცხრე კარებიდან რომ გამოდიხარ მასში. აი სანამ სიკვდილზე მედიტაციაში არ შეყვავ და აი ეგ არ მოხდება, ხო? სადაც დუელი აბსოლუტურად ხდება. კიდე პატარათი შენარჩუნებულია, იმიტომ არის რომ სულ გაგვდევს იმისი განცდა, რომ ისევ დავჩაგრეს. შენი თავი გებრალება, სულ დაზარალებული. სხვადასხვა ხარისხით ამ ეტაპზე ბიჭი აღარ არის ისეთი დაზარალებული, როგორც უმრავლესი შვილი თავის მამასთან თუ საზოგადოებასთან. მაგრამ მაინც თავისი გულუბრიყვილობით ისევ დაბლა თავის ნატურაში გაუცნობიერებელ ავტომატიურ ნატურაში ჩამოდის გესმის და ეცინება ბანგივით გათრობს ის ყველაფერი, რომელიც ჩვენში ავტომატიურია. იმიტომ რომ მექანიკაა გესმის, ძალიან სწრაფად გადადის სიჩქარეში და ვერ ასწრებ გააზრებას. და მას ჩაკეტავენ ციხეში. ციხეში რომ გონს მოვა და გამოიფხიზლებსოთ და მიხვდება რომ თავისი სალამურები ავის ხეზე დარჩა. ეგ რას ნიშნავს იცი? ის რასაც ასწავლიდა თვითონ ეს ფაქტს და მართლა ხელა ტრანსფორმაციის მომტანი იყო პეპელა სხვა რა არის თუ არა ტრანსფორმაცია განა მარტო თავში გარეთაც ტრანსფორმაცია ხდებოდა მის მოსწავლეებში. მიუხედავად მაგისი რომ მაგას ასწავლიდა ამ მომენტში იმდენად თავის თავს ციხეში აღმოაჩენს, განსჯაშია გესმის საკუთარ თავთან. ისეთი ციხეშია რომ ვერც ერთ მეთოდს ვერ იყენებს. გესმის? ვერა არაფერი და ნახე ზაპარი ესე გრძელდება არ მინდა რომ რამე გამოვაყო ამის შემდეგ და მოდი გამოვიყენებ წიგნს. პირველი რასაც ეძებს, ნახე აღმაფრენას ეძებს. ფრინველებს მიმართავს რამოდენიმეჯერ. ეძებს რომ რას ჩაეჭიდოს გესმის ემოციურად, რომ აღმაფრენა მოხდეს დაინახოს და რასაც სხვას ასწავლიდა თვითონ იცხოვროს ისევ. პირველი ყავს დაინახავს და ეუბნება რომ საით მიგიჩქარება შენი შვილებისზე. მინდრა დავისხია და სალამურები დამრჩა, აქ მომიტანეო და ყვავი ეუბნება ლეს რომ ჭამდი და შემქვის მესროდიო. და მოვტანს. რა არის იცი ლეში ჭამაი? აშკარაა რომ ამ პირველ ეტაპზე ყვავი ხო ჩხავის. ჩხავილი აბსოლუტურად გაიგიავებულია ჩვენში არსებულ განსჯასთან. ეს მე როგორ დამემართა, მე ეს არ უნდა მომსვლოდა.
როგორ დამათვრეს, როგორ მომაყვილეს, ადამიანებს არ უნდა ენდო. მე ხო ვიცოდი ვინმეს ახლოს თუ მოუშვებდი ისე დამთავრდებოდა ყველაფერი. აი ეს ყველაფერი არის ყარი, გესმის? ის ვერ მოგიტანს იმ სალამურს, რომელიც გჭირდება ამ მომენტში და ზუსტად მაგაშია, იცი რა არის, ყავიჩი ასენებს რომ მე რო ლეშს ვჭამდიო, ლეშის ჭამა ზუსტად ტყუილში ყოფნა, იცი განსჯა ყოველთვის გამყოფებს და დაგანახვებს ყველაფერს ტყუილის ცენტრია და ადამიანში ჭეშმარიტი ხედვა ვერ გექნება, სწორედ რაღაცა შეფასებას ვერ მისცემ, შენ თუ აკრიტიკებ. აი, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ტექნიკურად სწორი ისტორია გაქვს. კი, შეიძლება ვიღაცა მოვიდეს და შეიძლება შეგნებულად დაგიშაოს, გესმის? მაგრამ შენ გესმის, რომ ვერავინ ალვის ხიდან ვერ ჩამოგაგდებს ძალით. ეს ის სიმაღლეა, რომელიც შენშია, იქიდან როგორ ჩამოგიყვანს ძალით, ეგ შენი გაკეთებულია ისევ. და სანამ ჩვენს გულის წყრომაში ვართ, იმიტომ რომ ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს, ყველაფერს თავისი ამბიცია აქვს. აი, როგორც გინდა ესეთი ნატიფი იყოს ადამიანი, ცირეთი. გარკვეულ წილად დაბადებული ჭეშმარიტებაში, უცებს სად რომელი ემოცია გამოხდება ინსტინქტური, რო გგონია, რომ ამბიციური არ ხარ, იმ ამბიციას თავისი ხარისხები აქვს, გესმის? ჯერ ისევ თუ გგონია, რომ რასაც ასწავლი რა მაგარი ხარ და იმ სცენარის გჯერა, რომ რა მაგარია აქ და მე ვიღაცებს რაღაცას ვასწავლი და თუ ეს რატომაც არა ძალიან სასარგებლოა, დიახაც ვეხმარები ვიღაცებს ამ გზაზე, რაც აი ხომ მართალია, მაგრამ ეგ მთლიანი სურათი არ არის სიმართლის, ეგ არის პატარა ნაწილი სიმართლისა. და თუ მაქედან გააშუქებ და დაინახავ და შეაფასებ შენს ქმედებას და საქმიანობას, ხიდან ერთხელ შენ თვითონ ჩამოხვალ, აუცილებლად, გესმის? და ისევ იგივე ტყუილს ჭამ, ისევ ლეშს ჭამ, კაიგე? არ გჭირდება, იგივე, აი მანდ ვერ გიშველის ვერაფერი, ზევით ვერ აფრინდები. მე მიმართავს ყორას, იცი? სხვებს ვერ დაადანაშაულებ, ეხლა რას იზამ, ყორას მიმართავს და ისიც ეუბნება, რომ შენი წიქარას ლეში რო გთხოვეო, არ მომეციო. რა იცი, ყორანი სხვათაშორის ძალიან საინტერესოა წითელკანიან ინდიელებს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ფრინველია მათ სულიერ სწავლებაში დაკავშირებულია მაღალ იდეებთან და მაღალ სულიერ იმასთან, რა ქვია, ცოდნასთან. და მაგ დროს, როცა ჩვენ ალვის ხიდან ჩამოვარდით და ციხეში აღმოჩნდებით, ციხეში როდის ახარ თავისუფლებას კარგავ, კაცო, დაბალ ვიბრაციებში ხარ და ფართხუნობ, გესმის, რაღაცებს მიედები და მოედები. იცი, ზედმეტი წილის წაკითხვა არ გიშველებს. არ გიშველის არანაირად, რომ ეხლა მე აი ამ რაღაცა ცოდნას, რაღაცა შამანებისაგან ამას შემოვიტან და შეიძლება ვიღაცას უთხრა და მოგისმინო და ძალიანაც მოეწონოს. შენ ისევ ციხეში ხარ. არასწორი ხედვა გაქვს ისე ვერ დაფრინა. მესამე და არწივს მიმართავ და ისეუნება შემოჩენთვის მსხვერპლი არ მოგიტანია. ხშირად ხდება, იცი, პატარა რაღაცაზე კი არ არის აქ ლაპარაკი, რადგანაც სწრაფად ვლაპარაკობ. როცა შენს გარშემო პეპლები დაფრინავენ და ამხელა ტრანსფორმაციებს იწვევ, იცი, და ამხელა დიდი ენერგია დაატრიალე უკვე, სადღაც გააჩინი აი ეს პროცესი, სადაც ადამიანები მოდიან და სწავლობენ გესმის საკუთარ თავში იღვიძებენ. იქიდან ჩამოვარდნა და ციხეში ჩაჯდომა ადვილი საქმე არ არის, იცი? ადვილი არ არის, მე მიხვდები რამხელა ამბიცია შენში, მე მიხვდები რამდენი რაღაცა გიშლის შენს თავში ხელს.
არწივი რა არის იცი ზოგჯერ მე არ ვიცი ხლა გამიგია ისეთი ისტორიები მომისმენია ადამიანის და ეს რა ქვია ვთქვათ აი ამერიკაში ერთ ადამიანს დაემართა რომ იმის ერთი წიგნი $10,000 ღირდა რაღაცა შამანურ იმას აკეთებდა რიტუალებს და ძალიან ისეთი დიდარი ფენის ადამიანებთან ჰქონდა საქმე, იმიტომ რომ სხვა ვერ წვდებოდა მას ვორქშოპებს. სადაც მიყავდა იქ წითელ კანიონზე კაცო რაღაცა სვეტლებს აწოვდა შიგნით შეყავდა და ნუ მეომრის სული ხარ რა არის იცი რადიკალურ რაღაცას მიმართავ თუ იმას გაუძლო ადამიანმა ემოციით გესმის იმიტომ რომ განა ემოციის ემოციიდან ნენელა დაბადება კი არ ხდება აი რადიკალური ნახტომი ხდება გესმის და ეს ძალიან რთული პროცესია მე მაგალითად ყველას ამას არ ვხვდები მოკლედ იმ სიბნელეში იქ შიგნით რო იყვნენ შესულები სამი ადამიანი მოკდა ვერავინ ვერ დაინახა ვერავინ ვერ გაიგო ვერავინ ვერ შეამჩნია როგორ შეამჩნიოდა უყუნეთ სიბნელეში ხო სამი ადამიანი მოკდა და იმის მაგერი რომ ნუ რო აღმოჩნდა რომ ადამიანები დაიღუპნენ ეს უცებ გაქრა იქიდან ეს დიდი სულიერი მასწავლებელი და მოკლედ მე ცდილობდა რომ სენატორებიდან და იმეებიდან საქმე შემოეტრიალებინა, იცი? ნუ ციხეში დაიჭირეს რა თქმა უნდა რა სისულელია, მაგრამ ეხლა ეს გამახსენდა რა, ეხლა არწივს თავისი ხარკი უნდა. შეიძლება პრეზიდენტიც დაგიდგეს გვერდზე, როცა საზოგადოებაში რაღაცა დიდ ფიგურას წარმოადგენთ, ხო, შეიძლება დიდი სულიერი მოძღვარი ხარ რა. და უცებ ჩამოვარდი ამისთანად, ხო? რაღაცა ლაფსუსი მოხდა იქა. ყველამ დაინახა, რომ შენ რაღაცა შეგეშალა. ზოგჯერ გვეშლება და მივდივართ ვიღაცას მფარველობას ვთხოვთ, მაგრამ ესეც იყო ალბათ ერთ-ერთი რაც გაითვალისწინა, იცი, არწივსაც თავის ფიქრებში უშვებს, იცი, რა შეიძლება გააკეთოს იმისთვის, რომ სალამურები უკან დაიბრუნოს, ანუ თავისი სწავლება უკან დაიბრუნოს, ის მაღალი იდეები ემოციაში გაიღვიძოს. ეგ ხო არ არის, რომ ვიღაცა ესე აირებს და მოგიტანს არა? მაგრამ შენ როგორც კი ის პრეზიდენტი, ის პოლიტიკოსი თუ ის არ ვიცი, მინისტრი თუ პრემიერ-მინისტრი დაგვირდება და გააკეთებს რაღაცას იმას იზავს, რა ქვია, გადაგარჩეს შენს რეპუტაციაში. ჯო იმას თავისი ხარკი უნდა მერე. ხო და ესეც არ გამოვაო, არ გამოვიდა იცი, არ გამოვიდა, ის ვერ მოუტანდა ვერანაირად. მე ბეღურებსაც თხოვა, ბეღურები რა არის, აი ლაპარაკი და რამდენიც გინდა ილაპარაკო, ხუჭი ლაპარაკი კიდე უფრო მეტად დაგაბნევს. ხუჭ ლაპარაკს ჯობია რომ გაჩუმდე, გესმენი? გაჩუმდე და ბოლოს მივიდა მაქამს. ანუ მე ხლა განვიხილე ესენი რომ დაახლოებით რას ვაკეთებთ ხოლმე, იცი, რომ თავი გადავირჩინოთ გარეთ. აქ ლაპარაკი არ არის თავის გარეთ გადარჩენაზე, იმიტომ რომ მაგისი მეთოდები არსებობს, მაგრამ შენ როგორც კი გარეთ მაგ მეთოდს მოიხვა და შენი თავისუფლება იქ დამთავრებული და წერტილ დასმული ეგ უნდა იცოდე. ამიტომ სანამ იმაზე გადავიდოდე 9 კარებს წიქარა როგორ გატეხავს და თავისუფლებაში როგორ გავა სალამურა საბოლოო თავისუფლებაში რომელიც არის მეორე წვეტა უკვე იცი იმაში რა ქვია ოქტავაში. ერთი მიიდან ფაზია და მეორე არის სიდან დოზე. მეორე წვეტა მანდ ნახტომი უნდა გააკეთო. მაგას სიცოცხლე ვერ დაგითხოვს დედინაცვალის სული ხარის გესმის და არასოდეს არ მოგაკლებს ისეთ სცენებს, სადაც გამოგფატრავენ. და არჩევანი სწორედ უნდა იყოს გაკეთებული. და რას აკეთებს ვის მოაქვს სალამურები? მერცხალს. მერცხალი ვინ არის ისი სიმბოლოა? გაზაფხული მოყავს. ახლიდან იბადებ. ახლიდან იღვიძებ. როგორ გაიღვიძებ ახლიდან? თუ იმის წინაპირობა არა გაქვს შესრულებული. ზამთარი მედიტაცია. და ბიჭი აღარ იბრძვის ციხის გატეხვას აღარ ცდილობს. ჩუმდე.
დაჩუნდება და მეცხარე სალამურებს დაუბრუნებს და რომელ სალამურს უკრავს ახლა საჭირო სალამურს. აქ მას ის სალხინოს ვერ გაუკრავს. რატო? იმიტომ რომ მას სჭირდება ნახტომის გაკეთება, განვითარების გაგრძელება, საბოლოო გამოღვიძება, იმიტომ რომ ხვდება რომ როგორც გინდა საზოგადოებაში ურთიერთობები მოაგვარო, რაღაცა გარკვეული ჰარმონია იგრძნო შენს თავშიც და საზოგადოებასთან, როგორც გინდა გეგონოს რომ აი უკვე დაზარალებული არა ვარ, როგორც გინდა გეგონოს რომ მატერიაზე დამოკიდებული აღარა ვარ. ეგ არ არის საბოლოო ის ადგილი ბაკას ეძახიან, როცა ეხლა ძალიან მოდაშია, ძალიან მიყვარს რუპერტ სპაირა არა დუელის მინდევრობა, ეხლა ესეთია, რომ დუელი არ არსებობს, ანუ უნდა შენი გამოცდილებით და შენი თვითრეალიზაციით შენში ვიბრაციულად ენერგია, სიცოცხლისა, წიქარასი იქამდე უნდა იყოს აწეული, სადაც აბსოლუტური ჭეშმარიტების ხედვა გაქვს, სადაც დუელი არ არსებობს და სადაც შენ ღმერთისაგან განამარტო გამოყოფილი არ ხარ, იქ ორი არის ორი საყოფილა. და რამდენიც გინდა ვიღაცამ გეძახოს, აბსოლუტურად არაფერს აღნიშნავს შენ თვითონ თუ არ იღვიძებ მაგ გამოცდილებაში შესაბამისი თვითრეალიზაციით, რომელსაც შესაბამისი ემოცია მოაქვს, იცი? ამიტომ პირველი კარებიდან იწყება, ახლა დაუკრავს საჭირო სალამურს და ანუ სალამურა უკვე არის არც ნეგატივშია, არც პოზიტივშია. სალამურა სამის კანონს იყენებს 7-ზე რო გავიდეს. სამის კანონი რა არის? ნეიტრალობა, ხო? ბალანსი როგორ გააკეთოს, იმიტომ რომ ნეიტრალობა აჩენს, არ ვიცი, აჩენს სიმაღლეს ვერტიკალს ადამიანში. და როგორც კი მან გადავიდა და ციხარე მოდის და პირველ კარებს ტეხავს. ეხლა გუშინ დავჯექი და რაღაცნაირად ჩამოვწერე, რომ აქ ხო არ წერია პირველი კარები, ამაზე 9 კარებს გატეხავს და რქა მოსწყდება. და მე მოცუნცულდება პატარა თაგუნია დაიწყოს, რომ შენ ძლევს მაჭმეო, რომ იგავაო, ეგ რქაო და ისიც ეუბნება, რომ კიო. ციხარე თავის რქას არ ჩიოდა, როგორც თავისი მეგობრის ტყვეობას და ღმერთს რქა შესთხოვა. და 9 კარებს ტეხავს, მაგრამ ამ 9 კარებს ჩამოთვლა უნდა, იმიტომ რომ ეს არის თავისუფლების ეტაპები. როცა ადამიანი ამ თავისუფლების და ციხიდან გამოსვლის ყველა ეტაპს გადის, თანაც ყველას სჭირდება თავისი სცენარი, გაიგე? მაგრამ ზოგადად მაინც ერთი და იგივე იქნება. მერე ხვდები, ეგ აღარ არის მოსაზრება, ეს არ არის, რომელსაც განიმეორებ და რაღაცას ნიშნავ. მერე ხვდები, რომ რატო აღარ გეჩქარება და დედამიწა ხო სკოლაა და რისთვის ახარ აქ მოსული. მერე ალაგებ პრიორიტეტებს, იმიტომ რომ ჩვენ რო გონია, რომ ესე დარბადები მას დავამთავრებ და ესეც სახს ვიყიდი და იმ პოზიციაზე გადავალ და მე თუ განვითარებისთვის აღარ ემოქს, მე რაღაცა სხვა მინდა და ესეთ ადამიანს უნდა შევხვდე და ამდენი შვილი მინდა და ამდენი რაღაცა. ეს ყველაფერი არის პარაწაწინა რაღაცა წვეთები იმ ოკეანეში, რომელ ოკეანედაც შენ უნდა იქცე, გაიგე? რომელი ოკეანის ბუნებას უნდა შევუერთდე, უნდა ამოხსნა. თავარი ეგ არ არის. თავარი არასოდეს არ არის შენს გარეთ რა ხდება. ის გარეთ უბრალოდ მრავალფეროვნებას ქმნის, რომ არ მოგწენდეს, რომ აი ეს ოკეანეში გაიღვიძო, შენს თავში გაიღვიძო. და მე ამისი მიმღებლობა ერთი რო გაგიჩნდება. აი ეს კითხვა, რომ საიდან ვიცი, რომ მართალი ვარ? იცი რა არის? იქნება მეშლება. დავიღალე ამდენი ბრძოლით და რაღაცა, იმიტომ რომ მაგ პროცესს ვერ მოხდა.
ვერ მორჩები სანამ 9 კარები გატეხილი არ არის ისმე. ამ პროცესს ვერ მორჩები. ამიტომ ეგ კითხვა სანამ სვავ ჯერ უნდა იცოდე რომ შენი ვიბრაციები დაბალია. ჯერ ისევ დამკვირვებელი ხარ, ჯერ ისევ მაძიებელი ხარ. ძალიან ბევრი პრაქტიკა გჭირდება. იმიტომ რომ შენ როგორც კი ზევი და აი აქამდე ახვალ თუ არა და ხედვა ეგ უკვე გარ არის მკითხაობის საგანი ტყუილია მართალია. შენ ხედავ. შენ იცი რომ ეს მართალია. და აბსოლუტურად არაფიქრობ რომ შენ ჭკვიანი ხარ და შენი ჯობია სვესთან თქოს ეგ არის სისულელი. მაგაზე არც კი დაიღლი, აი გონებაც კი არ წაკივა ეს, იმიტომ რომ იქ უკვე მართვა იმისთანად არის დახვეწილი. იმიტომ რომ აქამდე სანამ მოვიდოდა რომ საბოლოო თავისუფლებაზე მუშაობა დაეწყო სალამურას, მანამდე ის პრაქტიკა იყო რომ თავისი ემოციებისა და ფიქრების გარკვეულ მართვას ცდილობდა. მაგრამ ენერგეტიკული შეგრძნებები, აი სენსიტივრობა, რომ ის კი არა რომ უკვე თქვი დავაბრეხვი, ან ვიყვირე, უკვე გამოვხატე ემოცია და მერე გამახსენდა სიმართლე. იცი, უკვე გადადის როგორ თავისუფლებაზე, იცი რომ პირველი რხევა დაიცვის. უკვე მოიცავს. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ რომ ციქარა ჩემშია. ეს ჩემი სასიცოცხლო ენერგია. და განა მარტო ჩემი, განა მე მეკუთვნის მე ვარ. ეს ის არ არის რაც გავს, ეს ის არის რაც ხარ. და რანაირად შეეხები ისეთ რაღაცას, სანამ არ დასვავ კითხვას, ვინ ვარ მე? როგორც კი მაგ კითხვას დასვავ და შენ მაშინვე დაიწყებ იმის გამოყოფას, სხვა ადამიანში რაც არ მოგწონს, ის შენ ვერ იქნები. კოპიროკას ვეღარ გავაკეთებ. ვერც თხა იქნები და ვერც თუთიყუში. ყველა ვარიანტში შენში არსებული სურვილები, როცა დაიბადე დედამიწაზე და გჯეროდა რომ დიახაც გემოცვალე რაღაცა. დიახაც საუკეთესოს ვიმსახურებ და რატომ არ უნდა გქონდეს პრეტენზია? აქ იმაზე არ არის რომ კაი ცხოვრება არ უნდა გქონდეს. შენ თუ მხოლოდ მომდენებზე ხარ დამოკიდებული და ისიც არასოდეს არ გაგიცნობიერებია, მართლა ვინახარ ან შენ სურვილებთან როგორი დამოკიდებულება გქონდეს. შენი საჭიროებები არ გაქვს სწორედ გადახედული. და ნახე სალამურა საიდან იწყებს გაცნობიერებას, უკვე სერიოზულ ოსტატად შედგება, იმიტომ რომ უკვე იცი როგორ თეზისებს აყალიბებს ასე. რომელსაც წალი არ გავა რატო? თავისზე კარი არა. და არ მორჩება სანამ საჭირო არის, სანამ მარადიულობას არ შეუერთდება, იმიტომ რომ ზუსტად მაგიტომ გვინდა გარეთ ყველაფრის მიღწევა, რომ მარადიულობის წურვილი გვაქვს, უბრალოდ არ ვიცით რას ვეძებ და იმ მარადიულობის შეგრძნების ემოციები გარეთ გვინდა რომ ამოვივსოთ რაღაცით და რატომ ვერ ვხედავთ წიქარას? რატომ ვერ ვხედავთ მის ნაკვალევს ჩვენში? ყველაზე ხილული რაც არის, ის აწყვაობა, ის ყოფიერება, რომელიც სულ არის. ეგ არის ერთადერთი რაც სულ არის. დანარჩენი იცვლება და ქრება და ჩდება, ხო? ეგ სულ რაც არის, მუდმივს ვერ ვამჩნევთ. რატომ? გარეთვიყურებით და სურვილებს მივყვებით, იმიტომ რომ გონია რომ ჩვენი მოსაზრებებით ზუსტად ვიცით კარგი ცხოვრება რა არის და დედინაცვალ ესეთია. მართლა. ესეთი ხარ ხოლმე რა ყველაფერი მე მემართება და რაღაცა მე და აგერ მშვენივრად ცხოვრობ და პირველ საფეხურზე ყოველთვის გექნება, აი ნახე, თქვენშიც იცოდეთ და თუ იმ ადგილას მოგინდათ გასვლა, სადაც სხვას გინდა რომ გაუზიარო, პირველ საფეხურს დაადგები თუ არა და სწორ კითხვებს დასვავ, ვინ ვარ მე, რა საჭიროებები მაქვს და რაც მინდა, რატო მინდა.
თუ ამებს და სულ უნდა გაჩერდე და თუ გაჩერდები პირველად შეამჩნევ რომ ანუ რო გეტყვი რომ აბა გააცნობიერე რა გინდა ხო უნდა გაჩერდე რო გეტყვი რომ აბა საიდან გააცნობიერებ შენში რომ გააცნობი რომ გაჩერდები აი ესე კი არ ფიქრობ იმებზე კი არ მისდება ეს მინდა გაცნობიერება და უცებ ენერგიის ზევიწასვლები და იგივეა გესმის და პირველი დანათება პირველი გაცნობიერება ეს რაღა აი საიდან ვაცნობიერებ აი ეს ის არის რომელიც არასოდეს არ ხდება და არც კი მიმიქცევია ყურადღება რატო იმიტომ რომ სულ გარეთ ვიყავი მაგრამ როგორც კი პირველ საფეხურზე შიგნით შეატრიალებ ენერგიას აბა ეხლა შიგნით ვიყო იმიტომ რომ შიგნით ყოფნა რას ნიშნავს რა ხდება ჩემში განსაკუთრებით სურვილები ხო უნდა ვაცნობიერებდეთ და რასაც განვიცდი და რასაც ვფიქრობ რა ისტორიაცა მაქვს ხო უნდა ვიცოდე ჩამოყალიბებ გაცნობიერებულად წინააღმდეგ შემთხვევაში სულ ეხლა ჩემები აქ ბევრი არიან და სულ მაგას ვიმეორებ ვერავინ ვირანცხოვებს ერთმანეთისაგან ემოციას და ისტორია ვერანცხოვ რატო ვერ ვანცხოვავთ რო ვეკითხები რომ რას განიცდიდი მას ისტორიას მიყვებოდები და ვეკითხები რომ აბა მოდი გავაცნობიეროთ მართლა რაზე ხარ გაბრაზებული ესეთი ჩამოყალიბებული ისტორია მითხარი შეგრძნების დონეზე ის კი არა ბავშვობაში რაღაც რო გაიფიქრე და როგორია რომ იცი ისტორიას თუ გააცნობიერებ და აი მით უმეტეს გარეთ გამოიტან და უცებ აღმოაჩენ რომ მე რას სისულელე მაქვს ნაფიქრი გაიგე არ ვაცნობიერებ და უცებ პირველად ეხები მამას რომ ბიჭო ეს ეკრანი სადაც თუ იქ აგაკურთხებო ხედავ თუ არ აგაკურთხებო ვეღარ ხედავ მაგრამ ამას ძალისხმევა სჭირდება და როგორ გვეზარება აი ეს კითხვა ყველასი ვიღლები და მე ისე იღლები რომ ამ დროს მაგას არ სჭირდება ისეთი ძალისხმევა და მაგ დროს იმდენ ენერგიას არ დაკარგავ რამდენსაც ტყუილებს რომცა ფიქრობ და გჯერა და იმას მიყვები და რეაქციებში ხარ სულ მაგდენ ენერგიას არ დაკარგავ არ არსებობს ვარიანტი მაგრამ პირველი კარების შემდეგ რთულია მეორზე ისე ყველა კარებს ახლა ესე იოლად როგორც ზღაპარში ეგრე არ არის რა მაგისთვის 80 წელი გჭირდება 64 წლის ასაკში მოდი აი ესე ვიტყვი თუ სწორედ მიდის განვითარება 64 წლის ასაკში მზე ხარ შენზე ლამაზი არავინ სიცოცხლეს ბოლომდე შემთხვევით განსხვავება აღარ არსებობს იქ მე აღარ არის რაღაცა მრავლობითობა აღარ არსებობს ერთი მთლიანობა ისმენს ამას გეუბნები ყველაზე ხელსაყრელ პირობებში შესაბამისი სწავლებით ცოდნი და შესაბამისი მასწავლებლით ჯგუფით და სცენარებით ეხლა ეგრე სად არის რა ანუ მთელი ცხოვრება გჭირდება ამ ყველაფერზე და იმ ცხოვრებაში რაც ახდები რომ პირველი კარები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დაიწყებ ესე გრძელდება რა ეს ხო ყველაფერში ესეა და აი ყველაზე დიდი გულისწყრომა ამაში მდგომარეობს და ყველას გეუბნება ნეტა არ დამეწო ნახე იმ ქეთარა და ტაქსისტი ყოფილი წარმოგვენა არა ხო ნეტა ტაქსისტი ყოფილი ხო წარმოგვენა არა გაქვს ვიზე ლაპარაკობ და იმაში რა ხდება და გიგონება ის სხვა სამყარო იყოს დედამიწაზე და შენ სხვა მექანიზმი ხარ ის რა კარგად არის რაღაცა მუხლებზე დაცემა მოგიწევს აუცილებლად ტენიც მოგიწევს და რომ გონია რომ ხო მივედი ხო ვიცადე ხო მინდა დაბადება რატო არაფერი არ იცვლება ჩემს სცენაში რატო უფრო კომფორტულად არა ვარ რატო არ მოვიდა ის სიყვარული რომელსაც ველოდი რატომ არ დამაწინაურეს რატომ არ ვარ პოპულარული რატომ არ ხდება ისე როგორც მე მეგონა და უნდა მოусმინო მაგას როგორც კი მაგას ფიქრობ ისევ ჩაძინებული ხარ რა საჭიროებები გქონია აზრზე ხარ ისევ გჯერა რომ მე შესაძლებელია დედამიწას და რამეს მოგიტანს როცა გექნება ვაი ისევ ჯერა ადამიანს რომ გაბრაზებული ვარ ისევ ჯერა რომ როგორ მინდა რომ პოპულარული ხო ისევ ჯერა რომ ის ერთადერთი სიყვარული რომ მოვაჩინო არა ყველაფერს გავაკეთებ კარგი გოგო ვიქნები ყველაფერს სწორედ გავაკეთებ იმიტომ რომ აი ეგ მე და რომ ხონდე მასი არა უნდა და რა ქნა მასი არ ხდება საყვარლება ამიტომ აი
ადამიანის განვითარებას ორი რამე უშლის ხელს. მან გავახსენოთ ხოლმე ჩვენს თავს, რომ მოდი სხვებს მივიცემთ საშუალებას, რომ ჩვენს მაგიერ მილივონ გადაწყვეტილება. იმიტომ გამოიქცა სალამურო სახლიდან, მაგრამ მარტო მამაზე არ არის ლაპარაკი, შენი მასწავლებელი, შენი ავტორიტეტი არ არის. თუ ის სწორი მასწავლებელია, მაგას არასოდეს არ შეეცდება რომ გააკეთოს. ნუ რა ვიცი, ნუ მისცემს საშუალებას შენს მაგიერ იასრულო, შენს მაგიერ გადაწყვეტო, შენს მაგიერ ვერავინ ვერ იცხოვრობს, შენს მაგიერ არის აქ, გამოვიძება არ მოხდება, ისმის? იცი რა არის საინტერესო შემდეგ ეტაპზე რომ გადავალ სარკის პრინციპს რო ახსნი, ხო? სარკის პრინციპში მნიშვნელოვანია ის, რომ მე რომ მინოში ჩავიხედავი, მე ჩემს ნამდვილ ცენტრს კი ვარ ხედავ, ეგ არის შეუძლებელი. ზედაპირს ხედავ, გესმის და იმისი გასწორება შემიძლია. მეორე ადამიანში შენ ღმერთს ვერ დაინახავ ესე ჩახედვით. იმიტომ არის რომ მაგისი ჩუქება გადაცემა და იმის მაგიერ ცხოვრება შეუძლებელი რაღაცაა. მაგრამ პირველი ეტაპი ძალიან რთულია, იმიტომ რომ მეტ ძალის მხნევას ისე ვქიათ ხოვლობს. ისევ გჯერა, ისევ იხრები ძალიან მატერიისკენ და ისევ გჯერა, რომ ისინი რა კარგია, ისინი მინდა, განარამე, არაფერი, უბრალოდ ჯერ არა გვაქვს კარგად ემოციურად გაცნობიერებული, რომ კარგი და ცუდი არ არსებობს, არ ვიცი. ეგ გვესმის ხან ღიზიანდებით, ხან გჯერა, რაღაცა მომენტში ვცებ გავაცნობიერებ, რაღაცა მომენტში მეძინება, მაგრამ უნდა წინიარო და უნდა გააგრძელო. ეს არის გარდაუვალი და მაგ კარებს ვერასოდეს ვერ გახდები, მაგითი იწყება ყველაფერი. მეორე კარები. დამკვირვებელი ძლიერდება. დამკვირვებელი რო გაძლიერდება, ინახე ფაზე რო გადახტები, პირველი დორემი რო აღარ ახარ და შენს ენერგიას უკვე მშვენივრად ენერგიას ყურადღებას ციხარაზე გაქვს. ესე იკაჩერებ. სადაც შენი ყურადღებაა შენი სასიცოცხლო ენერგია, იქ შენი ხედვა იზრდება, გესმის, იმიტომ რომ ყოფიერების ბუნება რა არის? ცნობიერია, ხედვა აქვს, აბა სხვას რას აქვს ჩვენში ხედვა? რა ესე ქვია, თითს, ცხვირს, ემოციას თუ ფიქს, არც ერთს. ხედვა აქვს ყოფიერებას. როცა იქ უკვე რაღაცა გარკვეული კაი პრაქტიკა მაქვს ფაზე რო ახლა იცი რაღაცა უკვე. ძალის ხვება დიდად აღარ მჭირდება დღის განმავლობაში უკვე რაღაცა გულძარე მდგომარეობაში ვარ, სიზმარში აღარ ცხოვრობ ჩემი წარმოსახობის და ილუზიების რომლითაც დავიბადე და რომ მინდოდა ისეთი ცხოვრება იმ სცენარით რომ ეცხოვრა. მაგაში რა ისი აღარ ახარ გესმის და აი მაგ დროს ხო ვაცნობიერებ რომ ბიჭო საშიში რა არის ამ პროგრამაზე. საშიში არაფერი არ არის ამ პროგრამაზე. იმხელა ნახტომი კეთდება, იმიტომ რომ შენ გამოყოფილი აღარ ახარ სიცოცხლისგან, სულიქა გაქვს ყურადღება, რომელიც არის სიცოცხლე შენში. და იმას საშიში არაფერი არ არის, ვისგან უნდა დაიცვას თავი. ეს იმხელა ნახტომია, აი სულ არის როგორი ნოტა იცი ცხოვრებაში, როცა უკვე შიშიდან თუ გამოსული ხარ, კაი აღმოფრენის ემოციებში უკვე გადადიხარ ჩემწყაო. აქ დიდი ნახტომის გაკეთება შეიძლება, თუმცა ეგ საკმარისი მაინც არ არის. გეგონება რომ მაგითი დაამთავრე უკვე ყველაფერი, მე რაღაცა იცი როგორ ახარ, ბიჭო გვიძავს, და რაღაცა შენი მოსაზრებები თუ არ ვთქვი, რო არ ემთხოვა შენი მოსაზრებები რეალობას და რო იტანჯები, აი ტანჯები აღარ აქვს და სანერვიულო რა არის ვეღარ ის აღარ ნერვიულობა. ვერამე ხო არ მაკლია ეხლა და ხო არ უნდა გინერვიულო, რო არ გინერვიულო, აი ეს ეტაპია, ხო იცი, რო არ გინერვიულობა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ შენ სიმართლეში გადადიხარ, სიცოცხლეს სწორედ, აი სიცოცხლეს თავისი მაღალი ხარისხი სადაც აქვს, იქ არის ჭეშმარიტი ხედვა, რა არის სიცოცხლე. გესმის და იქ უკვე ემოციით იცი რომ გამოყოფილი არ ახარ.
გამოყოფილი თუ არა ხარ, აბა ვისგან დაგიცვათ? გესმის? და ეს შის აღარ უნდა დაუჯერო, აღარ უნდა ვიყიდოთ შიშის თვალებიდან. და თუ არ შეგეშინდება, კიდევ ერთი დიდი რაღაცა ხდება, ნერვიულობის დაკარგვასთან ერთად დიდი რაღაცა მოხდება რა, ეს საბოლოოდ, როცა ყოველგვარი თამაშის და რაღაცა გადაბრანჭული როლების გარეშე შენ უკვე ზუსტად იცი, რომ არავის მიმდევარი არა ხარ. ვერ იქნები. ეგ პატარა რამე არ არის. განა მარტო ის, რომ შენ თავისუფალი ხარ. თავისუფლებას იცი რა მოაქვს? მაქვს სწორი გაგების თავისუფლებას, რომ შენ მართლა ხარ მზად სწავლისთვის და ის დაინახო. დაინახო სიცოცხლე ისე, როგორც არის შენი ინტერპრეტაციის გარეშე და მართლა დააფასო ადამიანი. და მეორე ადამიანში რაც ხდება, იმისი ფასი იცოდე და იმისი მადლიერება გქონდეს, გაიგე? შენთვისაც გჭირდება და საზოგადოებასაც გჭირდება. მიმდევრობა არის ის, რაც ქმნის ბრბოს. და ბრბო შენ არასოდეს არ მოქცევს იმის თავისუფლებას, რომ შენში მართლა ღმერთი გახსნა. ღმერთი გარეთ უნდა ყავდეს და თანაც ისეთი სახით და ისეთი სახელი უნდა ერქვას, რასაც გეტყვია. და ვისაც აღარ ეშინია, ეს იცი როგორი კარგი დონის თავისუფლება. პატარა რამის არ ვამბობ. როცა არ გეშინია, სხვათა შორის ბრბოს აღარ ებწვი. გესმის, მაგრამ შენი სიმართლიდან უკვე ბედავიცი, რა თქვა, რომ მესმის, მოგისმინე, მაგრამ ჩემი სიმართლე ეს არის და რომც გაგაკრავ ჯვარზე, შენი სიმართლიდან ცხოვრობ, პატარა საფეხური არ არის ეგ. ეგ უკვე იცი, რომ შენი წიქარა სადღაც მიმალული და რაღაცა ბუჩქების უკან კი არ დგას. სუკავს. გესმის? აღარ გეკარგება ესე იროლად. და მან კითხვას არ აცხავრო, ნიტა მართალი ვარ. და ვიღაცების დადასტურებები რო გინდა ყოველ წამს ვიცი რა. ნიტა ეს როგორ გავაკეთო და იქნებ მე მეშლება და კითხვაში კითხვას რო ჩავეკითხებით ხოლმე, ხო იცი რაღაცა ერთიც და არის კითხვი და მეორეზე რო გადავდივარ. აი ეგენი უკვე აღარ აკავს, იმიტომ რომ გარკვეულ საფეხურზე ხარ, კაცო, შესაბამისი ემოციებით ასული. მესამე რა დავწერე? აქ უკვე სიცოცხლის ესეთ ხარისხზე გადავდივართ, იცი? მე რაც როგორ ნახე, როგორ სიღრმეებში ჩადიხარ, ადამიანი არის ის ერთადერთი სიცოცხლის ფორმა დედამიწაზე, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავი დახატოს. ეს თავში მოვიდეს და სარკეში თავის ანარეკს განადგუროს. ხო. და აი ამ საფეხურიდან უკვე ხედავ გესმის, რომ ნარცისიზმი, შენი თავის ჯანმრთელი სიყვარული ის კი არ არის, რომ შენს ანარეკლს ეტყობდე, იმიტომ რომ სულ ადამიანს შეჯერა, რომ ნარცისიზმი არის საკუთარი თავი გიყვარს ეგოისტო რა. ნეტარ ასე იყოს, მაგას რა ემჯობინებოდა, მაგრამ ასე არ არის, გესმის, შენი თავი კი არ გიყვარს, შენი თავი არც აკავს როგორ უნდა გიყვარდეს. ანარეკლი დაინახე და რაღაც ანარეკლი, რომელიც ილუზიაა და დროებითია, ის შეგიყვარდა. და თანაც ერთ დღეს ისა გაქვს, რა ქვია, გონია რომ აუ რა მაგარი ხარ და მეორე დღეს ხო ვარიანტი არ არის იმის საპირისპირო მოგივა თავში აზრად და ზოგს ხუთში ერთხელ ეცვლება ეგა. აი როგორც კი ადამიანი მაგას გააცნობიერებს, რომ თავისი ანარეკლიც კი გარეთ არ ჭირდება გესმის და სამყარო არის ჩვენი სარკე. ყველაზე მეტად ახლოს მიდიხარ საზოგადოებასთან და აქ გიჩნდება ესეთი ხედვა, რომ რადგანაც სარკეთი იყენებს უყოლას. სხვა გზა არ აქვს, ახლა სხვა რეალობა არც არსებობს. სადაც დადგები რა რეალობაც შენ წინ გიდგას და სადაც სისხლი აგიგულდება, ზუსტად იქ ახარ გასაცდელი, ხო? ანუ მან უკვე
კითხვის ნიშანი არ არის, რომ ცუდი და კარგი არ არსებობს, გააჩნია იქ გვიძავს თუ გძინავს, კითხვა სწორი ესე უნდა იყოს, დასმონდა. სერიოზული ტრანსფორმაციისკენ მიდიხარ, აი მართლა ძალიან დიდ ნაბიჯს დგავ სიმართლისკენ და მთლიანობისკენ და აი მთლიანობაში რას გულისხმობ, რომ აი მაგ გადმოსახედიდან შესანიშნავად ჩანს, რომ არაფერი არასდროს ისეთი არ ხდება და არ ითქმება ქმედებაში დედამიწაზე, რაც საჭირო არ არის. და არასოდეს არ გაგიხარდება ომი, როცა დაიწყება და ბავშვებს თავს როცა აჭრიან, მაგრამ როგორ გითხრა, ის კი არა, რომ რაღაც ეხა სულერთია ან რაღაცა იგნორს მაგას იგნორს ვერ გავუკეთებ, თუმცა ბალანსით აღიქვა მაგას ემოციით და ბალანსი რა არის, იცი? გული იმაზე უფრო მეტად დაგვწდება, რომ ჯერ ისე უგვჭირდება ეგ, დედინაცვლის ეგ გაკვეთი. მაგრამ საიდან იცი, რომ ვის თავსაც ხდება, ეს მისთვის საჭირო არ არის და შენი იმ მოსაზრებიდან, არა ეგ არ უნდა ხდებოდეს, ჯერ ერთი ხდება. და ეგ არის სისულელე, ტყუილი ფრაზა არ უნდა ხდებოდეს, ხდება. ნახე რატო არის საჭირო სიმართლესთან პირისპირ დადგება, რადგანაც ხდება. აი არ უნდა ხდებოდეს, აი ამაზე ჩვენ მაგისი ფუფუნება არ აგვაქვს, რომ დრო დავკარგოთ და ეხლა წლები და მთელი ცხოვრება ეგ ვიძახოთ. აი რა ხდება. ისიც უნდა ვიცოდე, რომ სადაც ხდება, იმათ სჭირდებათ განვითარებისთვის. რო არ სჭირდებოდეთ ეგ არ მოხდებოდა. ეს კარგი არც ცუდია. ძალიან სასტიკია ადამიანური განზომილებიდან ფიზიკურ ვირტუალურ სამყაროში, ძალიან რთულია. მაგრამ დიდი ზულიდან ჩვეულებრივი გამოცდილება. იმიტომ რომ ეგ არ არსებული სიზმარი. ამიტომ იცი რა არის, აქ უკვე აბსტრაქციაში გადიხარ. და ეგ არ არის რაღაცა რეალობიდან მოშორება, ნახერაში გიხმარება ეგ საფეხური. მაქსიმალურად არც განსჯაზე, არც ონეტა ეგ არ იყოს, ილუზიაზე დროს არ ახარჯავ, მე რა შემიძლია გავაკეთო. ანუ რეაგირება თუ გინდა რომ შეიცვალოს პროცესი უკეთესობისკენ. ეგ თავისუფლება თუ შენში არ არის, არც ენერგია გეყოფა, არც იდეა გეყოფა, არც დამოკიდებულება გექნება სწორი და არც ის არ გეცოდინება სწორი რა გააკეთო. და შენი გონება, რომელიც ყოველ წამს გეუბნება ეგ საკმარისი არ არის, ეგ საკმარისი არ არის, იცი რა არის, გონება მარიცის საკმარისი რა არის, ყველა სცენას თავისი მაქსიმუმის ისა შესაძლებლობა აქვს და მან ბევრი კითხვის ნიშნები არის, სულელური გესმის, ეგ დაბნეული ადამიანის დამოკიდებულება. და კი, ვერ წავალნე ახლა ისეთ ადგილას, სადაც ეგ ხდება და ამბრაზურასავით ვერ გადავეფარები რაღაცა. არც ჯარისკაცი ვარ, არც გენერალი, არ ვიცი ეგ როგორ გავაკეთო. მაგრამ რო ხედავ, ნახე, როგორი პროცესები ვითარდება, როგორ პროცესებს უკეთდება მანიფესტაცია, როგორი ქმედებებით და მოვლენებით ვლინდება იმ არასწორი შინაგანი დამოკიდებულებებით, რომელსაც ჩვენ ვატარებთ გესმის და ვიწვევთ ამ მოვლენებს. ყველაზე მცირე ის უნდა შემეძლოს აქ და ეხლა გავჩერდე და მეორე მხარეს რო გადაიხაროს, გესმის, გამოღვიძების მხარეს, მშვიდობის მხარეს, სულცერ რა შემიძლია გავაკეთო ეხლა. მშვიდობა ჩემში უნდა მოხდეს. და იმ პროცესის განვითარებას უნდა ვუწყობდე ხელს. შენი პროფესიით თუ საკუთარ თავში სწორი ენერგეტიკული ბალანსი. ხო უხილავია, გაზეთში მაგას არავინ არ დაწეს, არც არავის არ ეცოდინება ეხლა რასაკეთებ. გეუბნები სამყაროსთვის, ზეცისთვის, ეგ არის ყველაზე ძვირფასი, რასაც ელოდებიან ჩვენგან. გესმის? მაგას სჭირდება გარკვეული ემოციური ბალანსი. თუ ზევით არა გაქვს ენერგიები და მაინც ქვევით გძალავს და ტირილი გირჩევია, ისტერიკები, განსჯა, მაგაზე ლაპარაკი, რასაც დროს დავუთქო, იმასაც ძლიერებ. დაინახე როგორც არის და კარგად იცი რა იწვევს მაგას. და ეხლა შენ როგორ შეგიძლია იმის საწინააღმდეგო პროცესს ხელი შეუწყო, მაგას სჭირდება გარკვეული დონის თავისუფლება,
რომელიც აუცილებლად შესაბამისი ენერგეტიკული განზომილება იქნება შენში. შენს არსებაში, შენს ყოფიერებაში, შენს სიფხიზლეში, შენს ცნობიერებაში. მანდ მოდუნება არ შეიძლება და უნდა იცოდეს სწორედ მაქსიმალურად საფითაო ადამიანი როგორ უნდა მოიქცეს. როგორ ვიხმარო ჩემი გონება, ჩემი ემოციები, ჩემი ქმედება, ჩემი დინამიზმი რა შეიძლება გავაკეთო. ეგ არის აუცილებელი. მეოთხე კარები ჩემთვის ესეთია. როგორი თავისუფლების როგორი ფენაა ესა ძალიან მგრძნობიარე ხარ. ისეთი მგრძნობიარე ხარ და რატო ხდები იცი მგრძნობიარე? არანაირ ემოციას არ გაუვიხარ. ჯერ შენში გაქვს ყველა ემოცია გაიცანი და არ გაიქეცი და იმისი ტრანსფორმაცია შეგიძლია. გარეთ რომ საშინელი ნეგატივი არც იმას არ გაუვიხარ. იმდენად მგრძნობიარე ხდები. მაგ მგრძნობიარობის დროს შენში ის ხუთი გრძნობის ორგანო რაც არის. ნახე, ხუთი გრძნობის ორგანო ისე როგორც ჩვენში სხვადასხვა ცენტრები ერთმანეთს სულ ძარცვავს. ხედველობა ყოველთვის მეტად ძარცვავს, სიგრძუში ესე რა ქვია, შეხების შეგრძნება ძარცვავს დანარჩენ სხვა ორგანოს. ამათ შორის ჰარმონია რატო? იმიტომ რომ შენ ნელა სწავლობ მედიტაციურობას, აი ჩვენ ახლა რაზეც ვლაპარაკობთ თავისუფლების ყველა საფეხურზე, იქ რა ძლიერდება შენი აწმყოში ყოფნა, რომელიც გამოხატულია შენ ყურადღებას აჩერებ ცნობიერებ ყოფიერებაში, აცნობიერებ ახლა რა მოხდა და კიდე ახლა რა მოხდა, შიგნით აჩერებ გესმის და აცნობიერებ, რომ ხედვა გაგიჩნდეს. და ნელა იღვიძებ და რაღაცნაირად ის შენი ისტორიები, რაც სხვებისაგან აქვს მოსმენილი და რაც შენ გეგონა, ნელა უფერულდება და ნელა ქრება, იმიტომ რომ ის რეალობას არ ემთხვევა და შენ კი არა გაქვს ხვალინდელი დღე გარანტირებული და არც დაცულობას აღარ ეძებ, მაგრამ შენ ნელა ფეხდაფეხ მიხვევი თავისუფლად იმას რა ქვია, ჭეშმარიტებას გესმის და იქ უკვე აღარ აჩქარო. იქ ვერ იჩქარო. რაზე აქვს სიჩქარე? მარათონზე რაც უფრო მეტად დაგები, მით უფრო დაიძაბები და შენ უკვე აგერება ყველაფერი. ეგ უკვე არის გონების მოსაზრებებს მიყვები, ხო? ამიტომ იცი როგორი სენსიტიური ხდები? სხვადასხვის თუ მაქსიმალურად მგრძნობიარე არა ხარ და შენში ეს მაგნიტური ცენტრი არ არის ძალიანძლიერად განვითარებული, სადაც შენ ისეთ რაღაცებს იზიდავ, რომელსაც განამარტო იზიდავ, ქმნი კიდეც, გაიგე? შენ უკვე მანიფესტაციისთვის მზადა ხარ, სწორ სიგნალებს აგზავნებ, რომ ის თავის პროცესებს გამოიწვევს. აი, მეოთხე საფეხურზე რომ შემიძლია რითიც წყდება კარგიც, იცი რა არის? ნებელობა აქვს ადამიანს, ძალიანძლიერად განვითარებული ნებელობა აქვს. ყველაზე რთულ სიტუაციებში მას შეუძლია განსაზღვრა შეხედავს ყოველგვარი სენტიმენტალების, ყოველგვარი რაღაცა პოზიტიურობის, რომელიც არის ისეთივე სისულელე, როგორც დარდი გესმის და აი თან იცის რომ რთულ სიტუაციებში მაქსიმალური ყურადღება და სიფხიზლე გჭირდება და რომ ხედავს სიტუაციას და სწორი ანალიზი აქვს და სწორი სურათი. თავისი ნებელობით იღებს გადაწყვეტილებას. ეს რამხელა იცი როგორი საფეხურია? მანამდე ხვდები რომ ისევ ბევრ გადაწყვეტილებას რასაც იღებდი, სახლიდან გაქცევა იყო თუ რაღაცეები, ფონად უკან მაინც გასდევდა ის რომ აი ამას გააკეთებ და მე რა მაგარი ტიპი ვიქნები, აი ამასაც მივახცე და მე ნახე როგორ დაეწყობა ჩემი ცხოვრება და რაღაცა ამასაც შევძლებ, ამ სახსაც ავაშენებ გისვის, მაინც შიშიდან გამოწვეული. თუნდაც რაღაცა პატარა ანარეკლი ყოფილიყო შიშისა დარჩენილი,
ანუ შიში რას ნიშნავს იცი რომ გარემო პირობები ისევ გაიძულობს რაღაცა გადაწყვეტილება მიიღო და ჯერ მანდ ნებელობა არ აქვს ქონია. აი მეოთხე საფეხურზე უკვე შეგიძლია თქვა რომ იმიტომ არა რომ გარბიხარ, იმიტომ არა რომ გეშინია, იმიტომ არა რომ რაღაცის ჯილდოს ელოდები, არც ერთი აფასებს სიტუაციას რეალობაში და რეალობიდან და შენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რა შეგიძლია გააკეთო, გადაწყვეტილება, ნებია. ეგ თავისუფლების დიდი საფეხურია და მეოთხე კარები გადაღელი. და როცა ამას მიხვდები, ნახე მეხუთე კარები ჩემთვის ესეთია. რუტინა გიყვარს და ბევრჯერ მithქვავს მე ეს. შენ მე რადგანაც ერთხელ რომ გამოიღვიძებ დიდ რაღაცაში, ხო და იცი გამოგვიძება რას ნიშნავს ხალხო რომ ჯო ამას სხვა რაღაცებზე, ისტორიებზე და მოვლენებზე ვერ გაცვლი, რატომ ვერ გაცვლი იცი? როცა შენი თავი ყავს და სიმართლეში ხარ, განა მოსაზრება გაქვს და განა ისტორიას წერებ, მართლა რო იცი, იქა ხარ და ზუსტად იცი არ გეშლება. ჯერ ერთი ეს თავისუფლების განცდა საიდან მოდის, იმდენად მთლიანდები და იმდენად შენი სული მატერიასთან მთლიანობაში და ისეთი ხარისხით ცხოვრობ, რომ შენ აი ეს რაზე შეიძლება რომ გაცვალ? გარე გაცვალ? მასისულელია. და მე ყოველი თითო საფეხური, ყოველი თითო რაღაცა თვით რეალიზაცია, უფრო მგრძნობიარე გესმის, ეს უკვე ეხლა მე რაღაცეების შემომყავს ისევ სცენები, რომ თქვენთვის გასაგები იყოს, მაგრამ აქ როგორი ენერგიის რაფინირება მიდის, იცი, ძალიან სენსიტიური ხდები, უცებ ხდები და შენი გონება როგორ მუშაობს, იცი, მომენტშივე ხედავ და თან აზროვნებ სწორედ, გაიგე? დიდი დრო აღარ გჭირდება რომ რაღაცეებს დააკვირდე. და ხვდები რა სამართლიანია ყველანაირად სამყარო და კიდე ერთი პლუს ერთი რამე. მე ყოველდღე ახლიდან დავიწყებ და ამას კიდე უფრო მაგრად. ამაში აი რუტინა არის საჩუქარი. რუტინა არის საჩუქარი. შენ შეგიძლია ამისი აბსოლუტური დაოსტატებას მიაღწიო და მანდ რა გჭირდება დისციპლინა ყოფიერება, იმიტომ რომ რასაც ვაკეთებთ, ნახე, აი უსპენსკის აქვს რომ ყოფიერებასა და ცოდნას შორის იგივე პარალელი მინდა რომ გავავლო. გარედან შენ დიდ ცოდნას თუ იღებ და ყოფიერება პატარა ზომის აქვს, შიგნიდან არ ხარ განვითარებული, მედიტაციური არ ხარ, ყურადღების გაჩერება იქ არის, ენერგია სულ გარეთ გაგირბის და თუნდაც იმ ცოდნაზე და სხვა რაღაცეებზე, ხო? შენ ვერ გამოიყენებ და გამაგრებს კიდეც. ამიტომ განვითარება ორი მიმართულებით უნდა მედიოდეს შიგნიდან და გარედან. ერთმანეთს ავსებენ, ამიტომ წინ არის შინაგანი სინათლე უნდა გქონდეს, ეგ ნიშნავს, ეგ არის შენი ზომა. აი შენი მასშტაბი განისაზღვრება, რამხელა სიფხიზლეს ინარჩუნებ და რამხელა სიფხიზლე კიდე სინათლეს ნიშნავს, ეგ ერთი და იგივეა. შენ თუ უკვე მომზადებული არხი ხარ, რომ შენს ცოდნას რო იღებ გარეთ, იცი რა არის? ადამიანს შეუძლია რომ იმუშაოს მაშინ რაც ჩნდება ბარიერების სახით, რომ აი ეს წიქარა, თავის სიცოცხლე, ეს სასიცოცხლო ენერგია შინებას ვერ ასწავლი, იქიდან მოდის ყველა შესაძლებლობა. იმას როგორ უნდა ასწავლო, როგორ გამოვლინდეს, ვიცი წიგნში წავიკითხავ, მართლა. იმიტომ რომ მე იმას ვაკეთებ, რაც მოდაშია. წიგნში ვერ წაიკითხავ, შენში რა შესაძლებლობებიც არის, იქიდან უნდა გამოვლინდეს, მაგრამ წიგნიანაც გჭირდება რაღაცა ინფორმაციები, ისმის. ორივე მიმართულებით. ამიტომ მნიშვნელოვანია რუტინა და მნიშვნელოვანია ყოველდღიური განვითარება. დისციპლინა, სინათლე, მაგრამ ისევე როგორ ცოდნა ყოფიერების გარეშე ფუჭია და დამანგრეველი დისციპლინა სიფხიზლის გარეშე და სინათლის გარეშე არის საშინელება. პედანტურად და საშინელება. და როცა ადამიანი ორივე მიმართულებით ესე ჰარმონიულად იშლება, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა ეტაპზე ზოგჯერ წინააღმდეგი ვართ ხოლმე, ზოგჯერ წინააღმდეგი ვართ რაღაცეების წაკითხვის, მაგრამ ზოგჯერ შენ ისეთი ცხოვრება გაქვს, დროც არ აქვს ქონდა, უნდა გიმუშავა.
სხვა გზა არ ქონდა უნდა ოჯახი გერჩოდა. მაგრამ რაღაცა ეტაპზე შენ შეგიძლია გაცნობიერებულად უკვე დაუძახო იმ ცოდნას, რაც გჭირდება ყოველდღიურობაში, იცი? იმას მოიზიდავი შენია. რატო? იმიტომ რომ თავისუფლების ამ ეტაპზე შენ ენერგეტიკულად სადაც ახარ და როგორც ფლობ შენს მექანიზმს, ეგ აბსოლუტურად შესაძლებელია. კარგი გემრიელი საფეხურია, ძალიან. მეექვსე საფეხური შემთხვევის. იცი რა გესმის ამ მეექვსე საფეხურზე, რომ მეექვსე საფეხურზე უკვე შენ უმაღლესი ემოციებიდან ცხოვრობს. ანუ ეს არის საფეხური, როცა ადამიანს შეუძლია თქვას, რომ მე ვარ ნორმალური. მანამდე ვერა. მანამდე ვერა ხარ ნორმალური, იმიტომ რომ ადამიანი ნორმალური და ბუნებრივი არის თავის უმაღლეს ემოციებში. ინარჩუნებ ესე დაბლა არეტყეტები ყოველ წამს. და აქ ხვდები, იცი როგორ თქვა, უმაღლეს ემოციებში აღმაფრენა დიდი იქნება. აქეთ მისცემს ვობს აღმაფრენა, სადაც გაივლი ყველას გააცოცხლებ. ეს განაცდილებ, რომ გაივლი გააცოცხლებ, რატო? იმიტომ რომ შენში სიცოცხლის ეგ გამზობილება არის, ეს ეგ ხარისხია. და თან სულ მისი განცდა გაქვს რაღაცა შენი ხუთი გრძნობის ორგანოთი შენი მედიტაციურობით შენი ყველგან გრძნობ უჯრედში რომ სიცოცხლეს აჩუქარი. სიცოცხლეს აჩუქარი. სანამ მაგისი განცდა გექნება, აი ეს ყველანაირი პრაქტიკა მადლიერების, რომელიც დილით გამოვალ ვიტყვი ამ ადამიანის სიტყვას რაღაცა, ის ყველაფერი არის ცარელა სიტყვები და ვერასოდეს ვერ იცნობ მართლა მადლიერება რა არის, იმიტომ რომ სიტყვებით მაგამდე ვერ მიხვალ. ეგ შენში უნდა მოხდეს, უნდა ეგ მაგას უნდა განიცდიდე, მაგ ენერგეტიკულ ვიბრაციების წრედი უნდა გქონდეს შენს გარშემო, ისეთი ელექტრომაგნიტური ველი უნდა დაიარებოდე, რომ მადლიერებას განიცდიდე, სულ გახსოვს სიცოცხლე საჩუქარია. და ნელა აი მაგ ეტაპზე უკვე წიქარა ვერ გეტყვის, რომ შენ ფარი არ აქვს და ჯერჯობია რომ გაშორდე ცოტა ხანი რაღაცა დაყოლებისთვის დრო და სივრცე გჭირდება. ეგ ის ეტაპია, სადაც უმაღლეს ემოციებში გამოძება ზუსტად ეგ არის, რომ სიყვარული იცი. სიყვარული იცი და ოღონდ მან შეიძლება კიდე გქონდეს მაგისი მოსაზრება, რომ მეტად თუ შევხვდი ჩემს ნამდვილ სიყვარულს, ან მარტო იყო და ფიქრობდე, რომ კიდე გინდა რომ ვიღაცა შეხვდე და ურამაგარი იქნება ეს გამოცდილება რომ გქონდეს და გთხოვ სწორედ გამიგეთ, მაგაში ცუდი არაფერი არ არის. უბრალოდ მაგ გამოცდილებით იმას ვერ მიაღწევ, რაც ჩვენ გვგონია. ესე არ ხდება. კარგით. მაგრამ იმხელა ფარი გაქვს, რომ შენთან რაც გინდა მოვიდეს და შენში რაც გინდა გაჩნდეს. სიყვარულში გაზავება შეგიძლია, იცი. და რაც უფრო მეტი ნეგატივი მოდის შენთან და იმას გააზავებ, შენში სიყვარული იზრდება. და იმ მეშვიდე საფეხურზე, მეშვიდე კარებს რო გატეხავს, ციხარა როგორი კარები, იცი, იქ უკვე კითხვები აღარ არის. არ ვიცი, მაქვს ხოლმე რა რაღაცა ესეთი მომენტი, რომ აი კითხვა რო აღარ აქვს, ხო იცი? ოღონდ ის კი არა, რომ ცარიელი ხარ, სულ მარტო პასუხები გაქვს. მარტო პასუხები გაქვს და კითხვა მარტო, იცი, რა არის პასუხი? სიყვარული. სიყვარული და რაღაცა ცარიელი სიტყვა არ არის შენში. ეხლა ისე იტყვი, მაგრამ როგორც კი მოვლენა მოიტანს, სიტუაცია მოიტანს და ოკეი, მაგიდან გააშუქებ იმას. აი დატოვა სიყვარული პასუხი. და მეშვიდე კარებში ესეთი სპონტანური ხდები
და არასოდეს ისეთი მოშვებული არ იქნები, აი ინგლისურად რომ ვარც ქართულად let go states რო ეძახიან ოღონდ ნახე მაგას თავიდანვე აკეთებ ნელ-ნელა რო ენდობი, იცი, შენში იმ ენერგიას საიდანაც ყველაფერი მოდის და რაც არასოდეს არ იკარგება შენში და ქნება და არ ჩდება და სულ მუდმივად არის, მაგრამ აი როგორი ის არის იცი მდგომარეობა ეგა გაშვების გეგმები აღარ აქვს. შენ უკვე იპოვე პასუხი. რადგანაც გავს პასუხი, კეთილი ინებე და აქედან დაინახე. შენ აქ მართლა შეგიძლია, იცი როგორი თავისუფლების განცდა აქედან ამ ემოციიდან ცხოვრება, რომ შენ მატერიაზე ვერ იქნები დამოკიდებული. სადაც გინდა იყო კომფორტ შეიქმნე, მაგრამ ელემენტარულ კომფორტს. შენ იმის იქით არასოდეს არ იდავდებ. და მაგაზე თითსაც არ გაანძრევ, რაც შენთან მოსასვლელი ის მოვა. იმიტომ რომ თავარზე იქნები ყოველთვის შენი ყურადღებით კონცენტრირებული და შენ ხარ სპონტანური. ეს მიყვარს ეს რაღაცნაირად რომ მიხვდები, რომ უცებ რომ წიქარას ეუბნები, სიცოცხლეს რო ეუბნები, რომ დედინაცვალსაც რო ეთანხმები და ესეთი რო ხარ, რომ აღარ გჭირდება მათრახები, ხო იცი? შეშინება რო აღარ გჭირდება და ძალით რაღაცა რო ამოგძიყოს და კიდე დიდქო თაში გადაგდოს და რაღაც სიტუაცია შეიქმნა ესეთი რო ხარ, რომ შენ რაც გინდა, მეც ის მინდა, გულღვიძლაც მოგცემ. აი ეს არის სპონტანური ხარ, შენ უკვე სერიოზულად გაცნობიერებული გაქვს მატერია, შენ მატერიაზე არავითარ დამოკიდებულება არ გაგაჩნია და შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც მატერიას ყველაზე დიდ პატივს სცემს და ესე როგორც კიდე თვალითაც რო ხედავდი, ესე ვიცი რაღაცა ენერგია რო ციმციმებს, ესე და ვფიქრობ, რომ კი არის მართლა რა ლამაზია და ახავარ. რა მაგარია. აი ეს მომენტი ხო მომენატრება, როცა აქ არ ვიქნები მატერიაში და ფორმა არ ექნება. და დამახსოვრე. ყვამს რო უყურებ სიგარეტის და რაღაც სიამოვნებას მაგის სტაიჯი. ეს მანქანაში ხაშუში რომ მიდიოდით ლანას თებზე გიждდება და რაღაც ვიცი მომენტს რომ დაიჭერ და რომ გინდა რომ აი ეს უნდა გამიმახსოვრო რა. და რამდენჯერ ხომია ხო შენც რო იცი რაღაც აი ეს მომენტი რომ გინდა რომ დაიმახსოვრო და ასეთ რო გონებით რომ არ გინდა წახვიდე მარტო აი აქ ბოლომდის რომ არ გამოგრჩეს რაღაც. როცა ადამიანი ესე ცხოვრობს დედამიწაზე რომ არ გამოგრჩეს რაღაცა, თუნდაც როცა იგი ხარ, არ უნდა გამოგრჩეს, იმიტომ რომ ის ცრემლები არის შენი მასწავლებელი, ის ცრემლები იყო, რომელმაც შენ გასწავლა. გესმის, გასწავლა რა არის ის გემრიელი ჭეშმარიტება მას ცრემლების გარეშე, შენ იმას გემოს ვერ გაუსინჯავდი, არ უნდა გამოტოვებ მომენტი. და მე ვიცხოვრებთ დედამიწაზე ჩვენს ცხოვრებას აი აქედან და ეს მომენტი არ უნდა გამომჩნდეს. და თანაც გასულს იდროებითია გაქრება და ილუზია ესე ტალღა ამოიწია და ესე რომ ჩავა და ჩემს ოჯახში თითქმის ყველანი უფროსები ვინც იყვნენ ერთი ადამიანი ღარ დარჩა და ესე რაღაცა რომ იგრძნო ხო იცი რომ მიაცილებ და ეს ტალღა უკვე გათხდა აღარ არის. არ იცი შეხვდები არ შეხვდები იმათ სულს თუ ფორმაში ხო ვერასოდეს ვერ ანახავ იმიტომ ის გათხდა ეს ტალღა აღარ არის დეცით სიცოცხლე ისე უგრძელდება და შევერდები ტალღები მოდის რა მაგარია. ეს ყველაფერი არ არის მართალი, მაგრამ ერთდროულად მართალიც არის და მაგ სამის კანონს ვერასოდეს ვერ გაშორდები. ხო არა არ ვიცი. ოკეი, let me see. ამ მომენტში გესმის რომ დაინახო მანამდე სანამ აი ეს სპონტანულობა მოხდება, სანამ მთლიანად ენდობი ამ ენერგიას რომ რა დროსაც რა არის საჭირო ის ხდება და შეიძლება გინდა მიცის მინდა იმიტომ რომ პასუხი სიყვარული მე ვეკარები სადაც რქა მოსწდება და რატომ მოსწდება არ ვიცი ვიფიქრე ამაზე რა შეიძლება რომ რაღაცა ოდნავ მიანიშნო თორე ჭეშმარიტება ვის უთქვია სიტყვებით რა სისულელია სიტყვა მოჩება და ვსიო მოჩა დაბლა დაიყარა
ჩემი გამოცდილებაც ეგ არის, თქვენი გამოცდილებაც ეგ იქნება. რაღაცას რო 5 წელი უსმენ და უცებ რო შენ თვითონ რომ გაივლი რაღაცა ეტაპს და შენ თვითონ რო გაიგვიძებს და ვაინი ახლა მისმის მაშინ ყობეუბრებო. სიტყვით ვერავის ვერაფერს ვერ მესცე. მაგრამ მიანიშნე, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ეთდები სცენარები გვაქვს და ესეთი რაღაცა მინდა მიგანიშნოთ, რომ რაღაცა გარკვეულ ეტაპზე იცი რომ გონია რომ ისიც გაბედე, ისიც გააკეთე, იმასაც მივხვდი, რაღაცა შეეხე თან მიხვდით, რაღაცა გამჯერდა, რაღაცა მთლიანობის გარსა, თითქოს სიყვარული და კიდე რაღაცა ღნის და უცებ რაღაცნაირად განცხადებას აკეთებ, მოიცა რა სიყვარული არ არსებობს. რაღაცნაირად რომანტიკულ სიყვარულს ვერ გავუგებ რა არის და რა დანიშნულება აქვს ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეგ ის არ არის რა ჩვენ გონია. ეგ ის არ არის რა ჩვენ გონია. ჩვენ ყველას გვჭირდება ისეთი, იცი? ზოგჯერ ვიღაცასთან ისეთი რაღაცა გაკავშირებს, რომელიც არის ყველა გამოცდილებაზე დიადი. მაგრამ იმ ადამიანთან ვერ იცხოვრებ. მატერიასთან და ფიზიკურ ურთიერთობასთან არაფერთან კავშირში არ არის. აი საერთოდ. უნდა რაღაცნაირად იქიდან ისწავლო, იცი? არასთქმა და ილუზიიდან გამოსვლა, ყველაზე დიდი ილუზიის სიზმარი ზუსტად ეგ რომანტიკული სიყვარულია. როცა ოდნავ მაინც შეეცდები, რომ აი მანდ ემოციაში დაბლა ინსტინქტებში არ ჩამოვარდებ ნებაში. რომ შეხედე, რომ ახლა რა მაგარია, როგორ აღმოფრენას მაგზებს ვძრავი, როცა გიყვარს ცოცხალი ხარ. მაგრამ ეგ იმას ანიშნავს, რომ იმასთან იცხოვრებ. და არც არის, შენ ისიც არ იცი, კარგი იქნებოდა თუ არა, და ვინმეს ამის მოვუტანდა თუ არა და ამ ეტაპზე ისიც იცი, რომ მეორე ადამიანთან ცხოვრება შენ ერთი მისხალითაც ვერ შეგიწვის, ვერც თავისუფლებას და ვერც ბედნიერებას, რომელიც ავეთავ თავში გაქვს. ეგ არის ყური. უნდა მოვჩეთ მათ ტიროს. და რა მაგარია როცა მაქსიმალურად ვისთანაც ხარ, იცი? აუპირო მოგიყვარდეს. და აბა რაღაცებს არ აბრალებდე და აბა რაღაცებს არ ასთხოვდე. რაც შეუძლია ის იმას გააკეთებს. და შენაც შეგიძლია იმას აკეთებ. და მე დაინახავ, რომ როგორც ვითარდება ჩვენი მოვლენები, იმიტომ რომ შეცდომები არ არსებობს, იმიტომ კი რომ ზევიდან რაღაცა სცენას დაგეკმარებენ. შენ რასაც ასხივებ ის გექნება. მეტი არ არის. ეგ არის მიმღებლობის კულმინაცია. როცა შენ მაგ სიზმრიდან გამოიღვიძებ და ეგ სიზმარი აღარ გაგაჩნია. მან დღეს გადაეფრები შენში. მან მიხვდები, რომ ის სიყვარული, რომელსაც გარეთ მეორე ადამიანს შეეძებდი, შენ გეკუთვნო და შეგვით უპირობნოთ. და ნებისმიერი ადამიანი, როგორი სცენარითაც შემოდის შენს ცხოვრებაში, შენ შეგიძლია ეგ გამოიყენო მაქამდე ისასვლელად. და ყველა გეყვარდეს ყველა შენს გულში. იმიტომ რომ ადამიანის შესაძლებლობა სიყვარულში ისეთივე უსასრულო, როგორც სიცოცხლე. არ შეიძლება მან ლიმიტირებული პატარა ისტორია გახდეს. და იმიტომ არის იცი, რომ ბიბილაცვალს ეგ ისტორია აქვს მოფიქრებული საცემი მათრახი, როცა ამ სასიყვარულო ისტორიებიდან ერთი ისტორიიდან მეორეზე გადავდივართ და დავცინიან, იცი და ანა კარენინა ბოლოს მაინც მატარებლებს უვარდება ძალიან ძალიან ვერ გაიგებ მაგას ინსტინქტიდან, ვერ გაიგებ მაგას რა არის ჭეშმარიტება, რა არის ნამდვილი სიყვარული.
ვერ გაიგებ ვიღაცა ადამიანთან ურთიერთობით. დამადან ბოვარი თავს მოიკლავს დარიშხანით და ასე. ოს თავებს იყოცავენ. ხო და იმიტომ რომ აი მას ეძებებს. მაგით უნდა შეიცვა მისი ცარიელები. ეს არის ტრანსცენდენტული ადამიანი, იმიტომ რომ როცა დედამიწისეულ მოსაზრებებზე, ისტორიებზე, სცენარებზე, მატერიაზე ყველა ემოციის ტრანსფორმაცია მოხდა შენში, როცა უპირობო სიყვარულში გვიძავს, როცა ზუსტად იცი ენერგიული გემოაქვს შენში და ეგეთი ხარ, რომ შოკოლადთან ძალიან ახლოს არის. და არის ყოველგვარი. აი აქ კითხვა ჩდება. ტრანსცენდენტული თუ ხარ და სიყვარულად თუ იქეცი. კიდე რა დარჩა? იმიტომ მოსტკა ციხარას. შეჩერდა. კიდე რა დარჩა? ისევ სიყვარული, იმიტომ რომ გარეთ სხვა არ არის. შენიცი რომ იმდენად გვიძავს ვიღაცას უნდა მოტრიალდე იმსახურო. უნდა გაიკვიროს ეს აყვავება რომ მოხდეს ხმეთისა. უცებ მივხვდები რომ იქ დუელი არ ყოფილა. ყველა შენახარ. რობაქიძის აქვს თუ გამახსენდება არ ვიცი ერთ ისეულად რაღაცას შინაარს მაინც გეტყვით სადღაც გველის პერანგში ქვაზე დაწერილი სიტყვები რამე თუ მიყვარდა უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რადგანაც რამე თუ იგია სხვაჩემი შენახარ სხვაჩემი სხვა ერთი წამით სვისი არასოდეს არ ახარ, იმიტომ რომ სხვა არსებობს. სხვა არსებობს გესმის. რომ იქ თაგვსაც თავისი გამოჩენის შენს ლერს მაჭმევო, იცი, მეცხრე კარები როგორი რაღაცა, იცი. ბოლომდის უნდა მოხდე, შენი ლეში უნდა ჭამო. იგრესნეში სიკვდის პირისპირ უნდა შეხვდე, ბოლომდის უნდა მიიყვანო საქმე. და ზოგჯერ სცენარში ესე ხდება ხოლმე, რომ მაგას ვერ გათვლი, მაგას ვერ დააგეგმარებ, როლი იქნება. მაგრამ ზოგჯერ საჭიროა, რომ სხვები გაიღო და მაგისთვის მზად იქნება, იცი. მაგრამ როცა სიკვდილზე მედიტაციას აკეთებ. მაშინ იცი, რომ შენ ხარ სიცოცხლე. შენი ნებით. შენი ნებით შეგიძლია ეს დათხა. რა ლამაზი იყო ეს მომენტი. როგორი რაღაცა შეუქმენი. და იმაწერს თავის მეკში. იმას იხსენებს. სანამ მარცვალი იყო და რამე გაჩნდებოდა და მე მარცვალი როგორ ჩავარდა და მე როგორ გაღვივდა იქიდან ყველაფერი და მე ისევ სინათლის სხივი როგორ არის თუ შემოქმედის სხივი რომელიც ქმნის ისევ თავის იდეებში პლანეტას და იმ პლანეტაზე მე თვითონაც დაიბადება. და მე უნდა გაიხსენოს, რომ ჰეი, ეს პლანეტა ხომ შეუქმნი და სხვა არსებობს. პლანეტაც მე ვარ და შენც გაჩვენი. და ამის შემდეგ ბიჭი მხოლოდ სალხინო სალამოს უკრავს. და მომადრო როცა მისი გასვლის პერიოდია და ისევ დაუკრავს საჭიროს და მონახავს ციხარას ლეშს, რომაც ის შეპირდა თავისი ერთგულებით თავის სიტყვას ასრულებს, იცი. ის არ გაურვის, განავალდებულია. ეს არის ჭეშმარიტების ზენიტი. და სხვანაირი ვერ იქნება, მისი ბუნება ჭეშმარიტია. და სიკვდილს არ გაექცევა. სასაცილოა სიკვდილი
ადგილისად არსებობს მარადილშია ხო ხელი ფორმაში და მის ლეში შედის სალამურა და იცი მასთან ერთად ხდება ყველას თავისი დრო მოაქვს იცი ყველას თავისი დრო აქვს ვერაფერს ვერ დაასწრებ არც უნდა დაასწრო ეს არის იცი ჩვენი სალამურა და ციფარის ზღაპარის არის ავატარის ცხოვრება ციხარ ავატარი და ზოგჯერ ავატარად რომ დაიბადები სანამ ის ლეში შეუერთდები გესმის ამ მატერიის ილუზიას და ისევ ნარადიულად იქცევი რომ ვეღარ ეტევი გესმის ამ ფორმაში ну გონია ჩვენ არ უნდა გვეკონოს რომ ავატარმა ყოველთვის იცის ყველაფერზე პასუხი აქვს და ყოველთვის იქნება რაღაცა განსაკუთრებული გმირი რომელიც საოცარ ფოკუსებს გააკეთებს ახლა და მე იმ ფილმში ავატარში მომეწონა იცი მეორე ნაწილი როცა ზოგჯერ ავატარმა უნდა გაიქცეს იცი და ოჯახი სხვაგან გადაარჩინოს იმიტომ რომ სხვა გზა არ არსებობდა შესაბამისი სალამურა და ციხარა ერთია. იქ არასოდეს ორი არ არსებობს. მაგრამ როცა გაიგებ რომ ერთი ხარ დედა იმდენს რამდენსაც ხედავ და რამდენსაც ციხარა ამ მომენტში რამდენზეც უნდა გამოვლინდეს და შენს ამბიციას სულ უყურებ იქ რომ ჭკვიანი კიდე გამოჩნდე თუ ამდენი უნდა მოხდეს ისე უნდა წავიდეს ისე უნდა მეთქვა ისე უნდა თქმულიყო და მე ნებისმიერი რაღაცა არ ვიცი ეს ჩემი ბიბლია გახდა ზღაპრების წიგნი იმიტომ ყველაფერი ჭეშმარიტია როცა მთლიანი ხარ ცხოვრება საჩუქარია კითხვა ის არის ხედავთ თუ არა მაგას და ვიღებთ თუ არა როგორც საჩუქარს თუ მთელი ცხოვრება სიბრალებში ვარ ბოლონდის დაწვის სიბრალობის ისტორია არაფერზე არ დაინდო შენი თავი და თავად სიცოცხლედაც თელები ეს აპარე, ნუ გასაგები ავტორის არ არის, ხალხური, ხო? აი რო იწერებოდა. აი, რაც შემოყევი, ეგ არის მოგეყარება, რომ